სერიოზული პოდკასტი. Სალამი ჩემო ოქროებო, მოგესალმებით. პოდკასტი არასერიოზული, ისევ და ისევ თქვენთან ერთად შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის აღდგენი აჯარაბეთია. ცოტა კი სერი აქეთ მაქვს, იმიტომ რომ დღეს ორი სტუმარი მყავს. ერთი კი არა, ორი სტუმარი მყავს. ღამის სარდაფია დღეს ჩემთან სტუმრად. მოგესალმებით. კომფორტად ხართ? ძა, ჩვენიურად. მაინც მოახერხე, გაიგე, იმიტომ რომ აქეთ როგორც გითხარით არ გადამიწყვია, რაც ეს აქეთ გადმოვიდა დეკორაცია, ორი კაცი მე მგონი ან ყოლია. მაგრამ რაღაცად ლამაზად გამოიყურება, ხო იცით, თქვენც მოუხდით ამ სკამებს. მოუხდით ხო, გადასა. მაგრამ კეთილი იყო შემოწერი, მოგესალმები შენ გამოწერი. რაფერა? იყოს ჩვენი ფეხი, კარგი. რავი ვართ რა. ტყიდან ხო არ მოდიხარ? წოჩი. უფრო ფოთიდან, მაგრამ იქ ცხოვრობთ? ფოთში ხართ? აჰა, მე ძმები გავიცანი. რატის ქონდა გენიალური გადაღება ძალიან პუნქტუალურად მაგას ვენაცვალე ეს 15 წუთში რო დაიწყო გახსოვთ ხო ეგრევე რო გვიკვირდა რომ რანაირად მეთქი ეს სწრაფად როგორ დაიწყო სხვადასხვის დაჟე ჩვენზე ადრე დაიწყო და მანდ გავიცანი ძმები რა ცხოვრებაში პირველად მომიწია ისე რომ 7-ზე უნდა ყოფილიყო ჩაწერა მოვედი და 7-ზე დავიწყე ზუსტად ბიჭო არადა რომელზე მივედით იცი თქვენ რომელზე მოხვედით ესა ამ გონი შენი წარმატების საიდუმლო ამბობს კაცი 7-ზე ბიჭო ხო აი მე პუნქტუალური კაცი ვარ და რატი არისო პუნქტ სულ ახსენებ ხოლმე რატო ახსენებ კაც მარიც მაგრამ არა ერთი საათით ხო გადაგვიტანე რა და ეგეც კაი იყო წინ დავესწარე მაგრამ გაგეხარდა ხო და მე დამშვიდებულები ვიგრძენი გაიგე გულმა მიგძნო რომ ბიჭოს მეთქი კიდე 1 საათი ჭირდება თქო სინამდვილეში გეტყვი რა მოხდა ვიყიდე უთო რომელმაც ჩაიკუკა არ იმუშავა კარგად სანამ მოლში გავიქცეოდი რაღაცა მეთქი 1 საათი თქო და გაგრას მოყომარდი რა ძმებო მიხარია რომ აქ ხართ ურმესი მადლობა ვადევნებ თქვენს დერს კონტენტს თვალყურს გეტყვით რომ საერთო ინტერესები გვაქვს მეც ძალიან მიყვარს ტყე ძალიან მიყვარს თევზაობა ნადირობაში ვერ გამოყვებით თემა არის მაგრამ დანარჩენი აი ცხოვრების სტილი მე მაგრად მევასება მინდა რომ რაღაცეები ვილაპარაკოთ YouTube-ის გარშემო სადაც მე წაგვიღებს წაგვიღოს რა პირველად რო გნახეთ გულწრფელი ვიქნები რა პირველად რო გახდეთ ვერაფრით ვერ მივხვდი რა ხდებოდა ანუ პონტი იყო რომ ანუ ცოტა რა მქონდა იცი ესეთები არიან თუ გადაობენ თავიდან ვერ მივხვდი. ეხა ეს ჩემი მხრიდან კომპლიმენტია, იმიტომ რომ მივხვდი, რაოდენ კარგად შეგიძლიათ რაღაც პერსონაჟების გაძრობა. რა, ცოტა რა მქონდა, იცი, აი, ტოპეზე და ტანჯულაზე მქონდა ერთი პერიოდი ეგ პონტი, რა, რომ ვერ ხვდებოდი, ან იმდენად ხარისხში აკეთებდნენ რაღაც ბიჭო, მეთქი ეს და აქ რომ მოვიდნენ ძალიან სერიოზული ბიძერებივით, რომ დამიждდნენ. მეთქი. არ ყოფილა ესეთები არა ხარ, მეთქი და მაღალ მატერიებზე რო ლაპარაკობ. სახარია მსახიობისგან ასეთი კომპლიმენტის ხო, არა, მართლა, ანუ აი მთელი გულით კომპლიმენტი. ვაფშე საიდან წამოვიდა ეს იდეა? რატო მაინც და მაინც ტყე ღრე და ასე შემდეგ? და რატო ესეთი ობრაზები რა? უდერსკესი ობრაზები, ანუ პროსტა რატო? საიდან წამოვიდა? პირველ რიგში წამოვიდა უსაქმურობიდან. ხო, საქმურობიდან და ნერვოზიდანაც წამოვიდა რა. იმდენად არაფერს არ ვაკეთებდი, უკვე გავგიჟდი რა. და მე ვთქვი, გადაესევა პიზდეც, უკვე რაღაცა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავიწყოთ. მაგრამ, კაროჩე, სულ გვინდოდა რა, რაღა მე-9 კლასიდან ვამბობდით, რომ გავახმოვანოთ რაღაცეები და დავდოთ და რაღაც ესეთი იდეები გვქონდა რა. და არასდროს არ გაგვიკეთებია. და სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა რომ რაღაც გამოგვივიდოდა ერთად რა და ეს იყო ბოლო ფიშკა რა ვერაფერს თუ ვერ მივახციე ჩემ სამსახურში ჩემში всё ავდგებით და რაღაცას ვიზავთ და კაკრა სამსახურიდან გამოგვაგდეს ხელფასი არა არაფერი არა ფული არა და მოდი დავიწყოთ გავტესტოთ მე ვთქვი და თუ წაიღო რა და ფასი არა ფული არა რა სხვა რა მითხარ გიხდიდნენ აბა ბრინჯი და გრეჩი გაჩნია სამსახურს ხო ხდება პროდუქტები ხო მარტო ფულით ხო არა ანაზღაურდება ხოლმე შრო ხო არის ხანდახან სხვადასხვა ანაზღაურება ბაზარზე ანახა მალადეს გეტყვიანა მორჩა ერთად მუშაობდით ხო მაგრამ ერთმა დააშავა თუ ორივე პრიკუბში რატომ მოყიდეთ ორივემ დავაშავეთ რა იდეაში მოგვიგონი არ დამიშავებია მაგრამ ქეს დავაშავე ესეთი რაღაცა გამოგვიდა სად რა სამსახური იყო რა სფერო იყო პროსტოდ კაი ანიმაციაში მუშაობდით რა ანიმაცია ანიმატორად არა თლად ანიმატორად არა ცოტა უფრო აკრობატული საქმე გქონდა რა რადაში ოჩოფეხები რა ხო იცი თეატრში ანახი და როგორ არ ვიცი და სკდებილიც ვარ 19 მაგრამ ვერ დავდექი ვერასოდეს მოძრაობთ მაგით კი მაგის პროები ვართ ვარა თესლაჯი მაგის ოჩოფეხის პროები ვართ სტილსმენები ვართ რთულია ხო ეგ დედა ძაღლი მაგარი
კი, მაგრამ კაროჩე 1-3-4 თვე რო მოიტეხავ ერთი 4 ჯერ ფეხს. სხვადასხვა 2 წელი დავდიოდი რა, 3 წელი და არასდროს არ ვარ წაქცეული. და თავიდანაც არ. მაგრამ როგორ ვიცი გადარჩენი ეს პაკაჩი რო ძდები და ხის ფოთოლს რო ეჭიდები და ეგეთი რაღაცები გადარჩენილი ვარ. ხო და გამოგაგდეს მაგ სამსახური და ვიცი რაღაც საინტერესო თქვით ეხლა სარა YouTube-ამდე ეგ რა პონჩია გადაწყვეტეთ რომ ჩოფეხების პროები გავხდეთ ეგ მაგრამ დამაინტერესა ეხლა რამე სკოლა გაიარეთ? სკოლა არა თქვენი ჩოფეხები გააძრეთ და ისწავლეთ. აუ მაგაზე მე ისეთ სამსახურში მიმუშავია დარწმუნებული ვარ რა ვიცი ბევრს არ მუშავე მე მუშავდი ქანდაკებად აი ხავეც მუშაობდი ქანდაკებად არა ჯერ არა მოხდა თუ როგორი რასკლადიო როგორ აი ერთი წელი ამან მუშაობ ქანდაკებად და შენ აქო მე სამსახური პიზდე მოდიო ორნი იდექით მე მივაგენია ქანდაკებად კეთრი. პირდაპირ მნიშვნელობით ქანდაკება. პირდაპირ მნიშვნელობით უნდა ყოფილიყავი ქანდაკება რა 15 წუთი ესე უნდა მდგარიყავი გაუნძრეულად 15 წუთი ვისვენებდი ესე 4 ჯერ რა სატყდება ეს ხდება ანტალიაში იდექით 15 წუთი ისე აუ რა თან ფორმა ხომ აცვია რა და ეს გაკრას კულია რა ვიცი ეხა დავეცი რა მოგზაურობის დროს მაგ ტიპებს ხედავ გაყინულები რო დგანან რა ეს ხო და ჩვენ მუშაობდით სხვადასხვა ადგილებში ხო და გვაჭმევდნენ კიდევ და ერთხელ როგორი ფორმა მაცვია ისი კაროჩე პაჟები აქვს რა ხო ხტები ესე შორტები ყვითლად არ შეღებილი ფეხები ყვითლად თან მოკლები მეცვა რა და ვერ ვიტანდი იმ დღეს ყვითელი რომ უნდა ჩამეცვა იმიტომ რომ ყვითლად იღებავ ხელს სახეს ფეხს აუ საშინელია ბაზარია და ასაც მეცხო ყვითელია და ესე ვდგავარ რა ცალი ხელით ესე პაჟი მეკეთია ვითო ეს გამოწეული მაქვს რა ის პაჟი და ვიღაც ბავშვები მოდიან და ესე მომკაჩავენ მირტყავენ და ვერ ინძრევით ხო თან პირველი დღეა თუ მეორე დღეა გაჩენ დედაცმოდი კოდი არ არის რომ მიაძახა და მე ვთქვი всё აღარ შემიძლია თქვენი დედაცმოდი და გამოვედი პირდაპირ იმ ქანდაკების ბიუსტიდან ჩამოვედი და მე ვთქვი всё პას მე ბიჭო მაგამდე როგორ მიხვედი თან აი გადაწყვეტეთ ანტალიაში წასვლა რომ ანიმატორის პონჩი და შემოგთავაზეს ქანდაკება კი თავიდან ხოლმე მარტივი შემოგთავაზეს გართობა არ მოგინდა თქო კლუბში ხალხი წავიყვანეთ რა ჯობი არ ქანდაკება იობანი ასნად ქანდაკება მაგას ესე დაიწყო ოღონდ და მე განვითარდა მე ოჩოები ვისწავლეთ მე რაღაცა და საღოს მე მეგონა მე კიდე გამოვყარეს სამსახურიდან თქო ხუიოზნადი ახლა რას გავაკეთე ხით იქიდან გამოყრას იძახით კაი ხანი იყავით კაროჩე ერთი წელი ვიყავით, მე მეორე წელს ვიყავით და მესამე წელს გამოგაგდეს. გართობაც ხო არ ყველაფერთან. ანუ კი, იმიტომ რომ დღეში 2 საათი მუშაობდით, ანტალიაში ვცხოვრობდით, სახლის ფულს არ ვიხდიდით, ხელფასი ქანდაკების კვალობაზე ნორმალური გქონდა. ქანდაკების კვალობაზე ხო? ხო, ნუ ყველა ის კომფორტი გქონდა რა, რაც გვინდოდა მაგ დროს რა. ბიჭო, ასწორებს. მე შეიმეგობრები ყოფილა, მაგრამ ხო ხდება ის ტიპები, აუზში რო ქალებს ავარჯიშებენ, მე საღამოს კლუბში რომ მიყავთ და ეგეთი ანიმატორებად რა ქანდაკებები. ხო არა, ეს ვარიანტებიც იყო, მაგრამ ჩვენ ცოტა მაღალ ხელფასზე ვიყავით. ხო. მაგიტო გამოგყარეს. ეგ რომელი წლებია ახლა საწმები? 2024-ში გამოვიდა. ანუ კორონას მერე ხდება ეს ყველაფერი. კი, კორონას მერე. 2022, 23, 24 რა. ამას პირველ წასვლა მოუწია რაღაცის დარჯობა. წასულიყო მაგის გამო რა? რა, კი, ხო, რა გავიკეთე. բայց 2021-ში ხო იყო აცრების თემა, კი. და რო გავიკეთე, მე გავიგე რომ არ ყოფილა საჭირო. პროსტა. და მე პროსტა შემოყვანია. აი ბონუსია მაგის დედაცვა. ხო, იყოს რას მიხდა. ხო, არც არაფერი, ერთი აცრა, ერთი აცრა აკეთა რა. ბუსტერია გაკეთებული. შენი პირველი აცრა. ზეცი რაღაც ქანდაკებები, ხო, ეს ტრეილერში რა, კარგად ჩაჯდება. ეხლა წარმოვიდგინე ქანდაკებები ვიყავით. თან ანტალიაში ხო ზაფხულში მუშაობდი და სეზონი ხო ზაფხულშია და ხანდახან გარეთაც ვიდექი რა და ესე საღებავი ჩამომდიოდა ესე და ხალხს ხომ და მოწონებოდა სრულად გადაიღო და მოვიდოდა ეს ვიღაცები ვეცოდება იტყო და ჩაივლი და ეს ბავშვები არ ჩიმიტავდნენ რაღაც საკეთებდა მე ბავშვებს მაგიჟები რაღაცებს უკეთედი ეს ვაშინედი რა სანამ აქეთ მოვიდოდნენ და მე მაიმუნებოდნენ მანამდე იქი ვასწრებდი ხოლმე და იცოდნენ სხვა არის ეს ხო ეს კაც გაგახსენდებოდ ეხ თელი ცხოვრება ეს ხო ბიზნესი რაღაცა არა ისე მაგარი დრო ვატარეთ მე თუ გინდა ხო ასე გართობა იქნებოდა რა ახალგაზრდობა ჩამოდის გულაობა ყველა ფოტოებში იქნებოდა ქანდაკებებში რო და ამოანათე მე ეხ აი ესე გამოიყურებოდნენ უეჭველი მოძებნი არ დაგავიწყდა ეს აი
შეხედეთ როგორ გოგოებთან გამოიყურება. ერთად მუშაობდით. ო, არ ბევრი პლუსია, იასა. 40 გოგოში ვიყავით ჩვენ. უი. 40 უკრაინელ გოგოსთან უი, შეგენაცო. მოძებნეთ ეგ სამსახური, იქნება არის ხალხი კიდე წადით. ქანდაკებობას აიტან დღეში 2 საათი, 40 უკრაინელი ქალბატონი, მაგას არა, გოგოსთან ცხოვრება, აღნიშნე მაინც კომფორტი არა გეხმარებიან რაღაცეებში, საჭმლის გაკეთება დავა. ხო, ეგ ერთი ფაქტორი. კიდე აქ მან ბევრი ფაქტორი რასწორებს, კი. აი, გასწორო გირჩევთ. ყველას თუ ახალგაზრდა ხართ, სისხლი გიდუღთ, დრო გაქვთ და ასე შემდეგ, შვედიერი პროფესია არის. გამოგდების არ გეშინია. და გამოგდების თუ გამოგაგდეს YouTube-ი აქაა ყოველთვის. ხო, იმდენი სისხლი თუ გაქვთ რომ პენის ავსებს. ოხედავ, აი ეს ყველა ბონუსი თუ დაალაგეთ. ანტალია თქვენც ის არის. ესეთ კაი რეკლამა არ გამიკეთებია არაფრის. ორი კაცი დავჭით 6 ჩემოდნით და რეკვიზიტებით კიდე ეს თქვენი იყო რეკვიზიტები და რაღაცები. ხო, მე ისეთ მუღამში შევედი სტამბულის ცირკიდან გამოვაგზავნინ ეს პროფესიონალი ისინი რომ კარგად მევლო და მჩატე და რაღაცები. მოიცა, ანუ ქანდაკებების მერე მანდვე ოჩოფეხები, მანდვე დადიოდით ოჩოფეხები. ხო. აქ რო ჩამოხვედით. ხო. ეგ პონტი რატო არ მოსინჯა? თუ მოსინჯა? საქართველოში? ხო. საქართველოში არის რუსთაველზე რა, ანუ ქანდაკება. სხვათა შორის ერთი ეგეთი ეპიზოდი უნდა ვცადო ეხლა მაგარი იდეა თესლი იქნება, ზოგან დამიჯერე. რუსთაველზე უნდა გავიარო მაგით. ხო, ანუ ოჩოფეხები ან რაღაცა რა. თავია გაბოროტებული ვინმე არ დამეჯახოს. ხო, ეგეც არის. მაგალითად ზალით ბაზარია. არაბეთში იყო დაცვები დაყვებოდა მაგალითად. ხო, არაბეთში სხვა მაგარი მუშაობა მომიწია. მოყევი, აი და არაბეთში დაცვა რატო დაკობი? რიადში ვიყავ. სხვათა შორის კრისტიანოსაც შევხვდი. რონალდო. ავა. რამდენი ბონუსია ამ სამსახურს იკაი. ოჩოფეხებს ზემოდან ჩამოვარ თუ ესე ხელი რა მაგარია. ხელი ვერ ჩამოვარდი. არ მიგიშეს. თვალით ნახე, ხო. ბიჭო, არაბეთში რა გინდოდათ? არაბეთში მუშაობდი რიადში რა. ეგ რა. სხვათა შორის ამის ბარგი წავიღე რა. წაგიყვან მეთქი მე რა შენ და ვერ წამოვიყვანე. გადაგაგდა. ხო და ამის რაღაცებს ხოშიანა ხმარო. რამდენი ხანი იყავი? არაბეთში ვიყავი 3 თვე ნახევარი. იგივე პონტები იყო არაბეთში რა. ხო. ოღონდ უფრო ისეთი რა, უფრო დახვეწილი, უფრო დახვეწილი რა თემაში, უფრო კომფორტული იყო. არა, იქ ქანდაკება უფრო დახვეწილი იყო. იქ პროვიდავი. სიცხე იყო დახვეწილი. საუბარი. იქნაც გამოგაგდეს თუ რა. არა, იქიდან ჩემი სურვილი წამოვედი რა. კარში, მეგონა რომ იტყოდნენ საცირკოს პონტი რა, ანუ რაღაცა საცირკო თემა დავამთავრეთ ან რაღაცა, ანუ თვითნასწავლი კომანდაა რა. თვითნასწავლები ვართ, კი. და მე ეხ ჩამოხვედით სიტყვაზე და ძალიან სულს რო წარმოვიდგე ხე ის ფოტო ერთი სული მოკნახო, როგორ გამოიყურებიან გაყინული. ანუ მე გადაწყვიტეთ რომ გაეკეთებინათ YouTube-ი. კი. რატო ეს თემა, რასაც ეხა აკეთებთ? რატომ? იმიტომ რომ საერთოდ ერთმანეთში როცა ხუმრობდით რა რაღაც ხო ახლა შენ და შენი ძმაკაცი რო დაждდებით და რაღაცა. რავი, ისეთი ვაიბი იყო და ისე ხუმრობდით, წდებოდით სიცილით ერთმანეთის ხუმრობებზე, იმიტომ რომ ზღვარი არ გქონდა რა. ეხლა YouTube-ისთვის რასაც ვაკეთებთ, მანდ რა თქმა უნდა ზღვარი გვაქვს და რაღაცებს ვერ იდევით, მაგრამ ეს ხო, თვითცენზურა. ხო, ეს ერთმანეთთან რო დაждდებით, არ არსებობს რა, ღადაობის ზღვარი და ისე შორს გავდიოდით, ყველაფერს ვეხებოდით საერთოდ და ცუდად ხდებოდით ბოლოს იმდენს ვიცინოდით და სულ გინდოდა ამის გაკეთება რაც და მოდი იქნებ, წადოთ და შეხაიძახი თვითონ მაგ ობრაზებს. ხო. მაგრამ პირობითობა, ანუ აი სუტყე ძირითადად ხო ხდები სუთევზობ, ეს პონტი საიდან მოვიდა? ეს პონტი საიდან მოვიდა? სტუდიაში წერდით სულ რა და მოდი ერთხელ დღის შუქზე გავიდეთ რა იქნებაო და გავედით და კაკრას გადავიღეთ პირველი დღის შუქზე რაც გადავიღეთ იყო თევზაობა რა და მაგ თევზაობამ ისე წაიღო რიბაკები და და პონტი დატოვეთ მე ხო? ხო და მე მოდი თუ ვითევზავეთ ვინადიროთ მე თუ ვინადირეთ ბარემ ტყეში საჭმელი გავაკეთოთ და ბაზარი არა. გავყევით მაგარი საინტერესო ფორმულაა რა. ობრაზები სხვადასხვა პირობითობაში რა. ხო რა, იდეაში გვინდოდა რომ სხვადასხვა სიტუაციებში აღმოჩენილიყავით რა და სიტუაციისამებრ წაგვეყვანა ჩვენი იუმორი ხო ხდე? როგორ მიიღო მაყურებელმა? მაყურებელმა აი მე რა შეკითხვაც გამიჩნდა, ეგ შეკითხვა გაჩნდა კომენტარებში სტვაზე გადაობენ არ გადავართ. ეხაც ესეთები მგონი ვართ.
ნუ ეხა ამ პოდკასტს რო უყურებთ ხო? ზოგს არ ჯერა ალბათ რომ არ ვარ. არ რაღაც პროცენტი მე რაღაც პროცენტი ყველა პონჩი ეგ იუმორია, ეგ რაღაც თავისთავად, ხო? ხო, პროსტო უტრირებულია ეს ყველაფერი რა, ანუ უტრირებულია და ვიცი რა თქვი, ახლა ეს უტრირებულია, არ მოგვაყუებ შენ. გაზიაზებული, ანუ ცუც არ გვეწყეს. ცუც არ გვეწყეს. ფოთიდან იმიტომ არ ჩამოგვიყვანდა რომ მის ამდენ ხალხი ანუ უტრირებული გაზვიადებული, ანუ გაზვიადებული ისეთ ფერებში მუშაობა რა. ის ნახე ჩავი ფსისიცილით ბიჭო. ეს იმპროვიზაციაა ხო ძირითადად როგორც ხდები. ჩიტზე გახედვაზე. 90% იმპროვიზაცია. პირველი მარტია თუ რა. აიმენა კიოდი ეგ რომ ნახე. თან აი ძალიან ისე რო ხდება ტონკად რა. ხო შეკითხო მე რაც მქონდა რომ რამე ჩონჩხს ხაზავთ? ანუ აი სიტყვაზე იცით რომ ეხა ამაზე იბაზრებთ და საითად წაგვიღებს თუ ვაფშე იმპროვიზაციაა. არა, ჩვენი დადგმა რა არის, იცი? რასაც ვამზადებთ ჩაწერამდე. არ დაგვავიწყდეს რომ სპონსორი ვთქვათ. სულ დავიწყეთ. და რამე ლექს თუ ამბობს, ეხა ლექსი ფიქრებს წინასწარ და ეგრე იძახის რა. დანარჩენი და ხაია არ მოხსვია და 9 დუბლი და რაღაც არ ყოფილა? დუბლი არ ყოფილა ჩვენ. ანუ ეგრევე ჩაწერე გაიტანე. ხო რა, მაგარია საერთოდ. ჩავწერთ და რაც კარგი გამოდის მინიმალურად. მაგრამ ჩაგვიწერია და მე რაღაცა დაგვიწყებია ხმა არ იყო ჩარტები მაგალითად ასე. თქვენც გამანდა ხართ როგორც მე თქვენი თაკეთებს ყველაფერს შენ თაკეთებ და მე მესმის თქვენი როგორც მიხვდით. ეს ჩემი ხშირად მოგდის რა. ხო, მე ძალიან კარგად მესმის, სამაგერად ფული გჭება მე. შენ ხარ ხო? სხვათა შორის ძალიან გავხარ დემნა გვასალია სამნახაჩი. სკესით. მე მგონი ეს არის სკესით ხო, საკითხავი საკითხი ხო? ეს არის ვერ ხედავთ ეხა მეგობრებო, ერთ-ერთმა გამომწერმა დაამხატა როგორც იტაჩი. საერთოდ არ გო ანიმეებთან მეგობრობთ? ანიმეს გარეშე მე ცხოვრება არც კი შემიძლია. იტაჩი იცი ვინც არის ნარუტო და? იტაჩი. იტაჩი როგორ სახში მიდგას იტაჩი სამზარეულოში. აპეო იცი. აი ეს არის იტაჩის ჩემი ობრაზი. იტაჩი მელოტი არ არის, არ ჩანს ეხა აქ მელოტია. ჩემი თავი იტაჩი არ არის მელოტი. მადლობა ჩემო ოქრო ვინც აღარ მახსოვს, ბევრი წელი გავიდა რაც მაჩვენეს, მაგრამ უდიდესი მადლობა იცოდე რომ არ გადამიგდია. აგერ ოფისში კიდია აგერ არის ჩემთან ერთად პატივსაცემია. კი, ნამდვილად ისეთი რომ ყველა დაინახავს რა. აი ხა თანხის თებაზე და იმაზე ვლაპარაკობდით რა მე. რო წავიყრუე. ხო, მაიჩაგეზიები. უყურე მე მესმის ძალიან კარგად ასწორებს რომ თავიდან, უბრალოდ რთულია თავიდან სანამ გაერკვევი რა, იქ ხა ატვირთვის თემიდან გადაღების თემა რამდენი დეტალია, იქ ხმა, მილიონი რაღაცა არის, მაგრამ როგორც კი დაამუღამებ მე მოგება ისაა რომ არავის ფულს არ უყობ რა, გულისხმობ იმას რომ 700 კაც არ ქირაობ, აი რატის გაუტრაკე დღეს რატი როგორ ჩვებოდა რა, ეხა იმას ერთი იპოთეკა ჭირდება იმ ხალხს რომ რაღაცა ფული გადაუხადო, იმდენი იყო. რაღაც პონჩი ესეთი კონტენტები, აი ეგ კონტენტიც გონია რომ დიდად რთული ამაზე რთული გადასაღები არის, იმიტომ ხა ეს პროსტა რეკს დავაჭირი აწყობილია, მაგრამ რაღაცებს არ მოითხოვს. ამის სწავლა მოგიწიათ, ეხა სწავლობთ თუ ეგ როგორი კონტენტია? ყველაფერი საერთოდ ვისწავლეთ პროცესში რა, დაწყების დღიდან რომ დავიწყეთ. მარტო ის ვიცოდი რომ კამერას რო აქ იქ კნოპკა და რო დავაჭერ და რომ მიდის წითელი რო აითება ესე იგი რეკია ეგ ინფორმაცია მქონდა მე ვისწავლე ამ ეტაპზეა გაჭერილი ხო მე რაღაცე მე უკვე სეტინგები მაგრამ მაინტერესა ჩავიხედე მე რაღაცა ხო აისო გავიგერა დღემდე ვარკვევ რა არის გავსი რაღაცეები მე CapCut-ში ვამონტაჟებდი მე ცოტა სხვა რაღაცა ვცადე და CapCut-ი ძალიან დერსკი ძალიან ტელეფონის პონჩი აი უდერსკესი ისა ხო ერთი ტელეფონით ვაკეთებდით ყველაფერს ვაფშე და სხვათა შორის სპონსორთან რომ მივედით თავიდან აბა რა გჭირდება თუ რა გაქვთო და ერთი ამ მაყადა მოვიღე ტელეფონი და დავაგდე აი ძმაო რა ჩემი ფანარი Nokia თქო კარგად გააცნეთ ხო სპონსორი თავიდანვე ის თქვენი მარხების სიაში შედიხართ მალე რო გაუმართლათ დერსკათ რო წავიდნენ ეხლა რამდენია 60000 მე გადმოხედა ალბათ ესეთი ვარიანტი იყო 55000 რამდენში ამ დროს დავიწყეთ წინაზელს ძალიან კარგი შედეგია ძმაო თან ბევრი რაღაც არასწორად გავაკეთეთ გამოუცდელობის გამო ხო თორე აი კარგად დალაგებულად რო დაგვეწყო ყველაფერი აი მაგალითად შენ როგორი იუთუბერიც ხარ ეხლა რა გამოცდილებას გაკრეები ციცი აი და ახლობით ეგეთმა 10 წელი წვეთში ხო ეგეთ პიროვნებას რო აეხსნა ყველაფერი რაღაც დეტალები რაღაცები რა თქმა უნდა კომუნიკაცია რჩევის დონეზე რო კი რაღაც ნელ-ნელა რო გამოჩდით მე უკვე იუთუბერებაც მოგვაქციეს ყურადღება ზოგი რჩევას გვაძლევდა ზოგი რესპექტს გვეუბნებოდა
პირველი სხვათა შორის მაკარამ გაგვიკეთა, შეგვამჩნია მაშინ მაკარა ოქროკაცია. 1000 გამომწერიც არ ყავდა მე მგონი მაშინ და რეაქტი ჩაწერა ჩვენ ვიდეოსი და არ მჯეროდა მე ვთქვი, აგია YouTube წარმატება მოვიდა მე ვთქვი და ისე რომ წინათ მქონდა ეს რაღაცა. ხო, და იმენა როგორ გამიხარდა, იცი, ბავშვით გამიხარდა, მაკარა. ხო, ეგ მაგარი საფორთია რა. ეგე დროს მე ჩემი თავი მახსენდება, მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რა, ვიღაცა დამწყები YouTube-ერი რომ წერს, ხო ხვდები და თან აი პოდკასტ სიტყვას თუ ახეთქებს ხო ჯოკერი არის, ეგ ვას ხეთქავს რა, უარს ვერ ვეუბნები და აი ძირითადად რაღაცებს რო იწყებე ხოლმე, ეგრევე მახსენდება ჩემი თავი. მიუხედავად იმისა რაღაც ჩემი პროფესიული ბექგრაუნდი მქონდა, ანუ როგორი დაბნეული ვიყავი, არაფერი არ ვიცოდი და მე ტვინს უბურღავდი სიტყვაზე, მაშინ ჰიტა ამოვიჩემე და დანელია ამოვიჩემე და ვიღაცებს ეს როგორ დავაჭირო, აკრას დავაჭირო და ისინი ვარ ყოფილიყვნენ, ხო ხდები შეიძლება და ვაფშე დამენებებინა, იმიტომ რომ იმდენად რთული მეჩვენებოდა თავიდან, რომ ეს კოდი სად უნდა მოგივიდეს AdSense-ის, ეს მონეტიზაციის გახსოვს, ტვინის ბურღვა რაღაცეები გააქტიურებ. კაროჩე რა, მაგაზე დაგელაპარაკები მე პრობლემაში ხარ, კოდი არ მოხსვია. თუ გიყვარს და კოდი არ მომდის. ბიჭო, გუშინაც მითხეს 8 თვეა ველოდებიო, ერთი თემა, ხო და რატო არ მოდის ეს კოდი? ვინ თუ იცით? მე მომივიდა 3 თვეში. YouTube-დან 3 თვეში არ და 3 კვირაში ხომ მოვიდეს. ვიცი, მაგრამ მითხეს თუ დაგვიანებაც 3 თვეში მოვიდა. 8 თვე უკვე ძალით არ მოდის ქვია რა. ხო. მიწერეთ საფორც? არა. რასო თვითონ არ მოგწერე. არა, ხალხო მიწერე, შეიძლება დაიკარგო, შეიძლება მეორედ გამოუშვან, ტიპებს ქონიათ რომ 4ჯერ გამოუშვეს და ბოლოს როგორ არის თუ რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო არ ჩამოდის, საფორც რო წერ ხელით შეგაყვანინებს. ოღონდ ჯერ უნდა დარწმუნდეს რომ რაღაცა პრობლემების გამო თქვენამდე ვერ მოაღწია. ამიტომ ჯობია მიწეროთ სიტყვაზე დღესვე ხვალვე რომ ამდენი ხანია ველოდებით რომ თუ რაღაცა თავიდან გამოუშვან, თუ ისიც არ ჩამოვა, მე კარ ნახობენ თუ აი რაღაცა პონტი არის და შეგაყვანინებენ რა. ანუ მონეტიზაცია გაჩვილი გაქვთ? ხო. პრობლემა. რამდენი მილიონს ხვაც დანახვები მინიმუმ. კი. პატარა გუში დაკარგული გაქვთ რომ იცით. რაღაც პონჩი. რატო მე რო გავაკეთებ ვერიფიკაცია? არა, მე ის აღარ დაგეწერა. აი ხა რაც ვიდეო, ეგ ხო ეგ ჩაკინული ამბავი არის რა. მე იქიდან დაიწყება, პროსტა ბეგაა რომ ეხლა CPM-ი, იცით CPM-ი რა არის? VPN-ია. VPN-ს გავთ. VPN-ი CPM-ი არის თქვენ წესით კარგი CPM-ი უნდა გქონდეს. ანუ თქვენ როგორც მიდიხართ ეხლა სტაბილურად და ასე შემდეგ, კარგი ნახვებით. CPM-ი არის თამაშობს რა 1000 ნახვაში რამდენს გიხდის YouTube-ი. აი მანდ მე გასწავლით როგორაა რა შემოწმება. და რომ დაგიწერს უკვე დაახლოებით გეცოდინებათ, აი წინასწარ რა რამდენი ნახვაც გექნებათ, აი ამდენი უნდა დაწეროს დოლარი. არ გეგონოთ რომ აშენდებით, პირდაპირ გეუნებით, მაგრამ სიტყვაზე ხა თვეში რაღაც 400-500 ევრო რო YouTube-მა მოგახმაროს. ხომ შვენიერია? შვენიერია. იქ მე სპონსორი გადვერი გამოძვერი ასე შემდეგ. ხო, თან აშენებაზე არცა იქ რაღაცა კრეატივს მომცემს უფრო რომ წავახალისო გამომწერებით უნდა. ყველა პონჩი, ხო? ნუ და რაღაც ხო. მიმართულებებს მიცემ რა. უფრო მაგიტომ მინდა რომ გამართო ეგ რო. კარჩე რომ მოჩება თუ რაღაცა ვილაპარაკოთ მაგ თემაზე რაც ვიცი გაგიზიარებ. თუ არ და გეტყვით ჩემზე კარგად ვინ იცის და ის გაგიზიარებთ რა. კოლაბორაციების თემა მაინტერესებს. ვისთან კონდათ, ვისთან გეგმავთ სტილისტურად მე მგონია რომ ზურასთან ქონიათ რამე კოლაბორაცია? ზურასთან არ ქონია კოლაბორაცია და სხვათა შორის ძალიან მე მგონი აი მაგრად გაგისწორდებათ. 2000 გამომწერი არ ყავდა მაშინ. აი იარაღი რომ მოქონდა და რომ დებდა მაგიდაზე და რომ განიხილავდა, აი მაგ დროიდან უყურებდი ზურას. ბიჭო თქვენ წესით მაგრა გაგისწორდებათ ერთმანეთი. იმიტომ ჯერ ოქროკაცია ზურა, საოცარი კაცია და მე რაც თქვენ გიყვართ, იმაში ოსტატია, ხო ხტები? არ გინდა მოვცხოთ რამე საინტერესო? ტყეში თან მოთვა. მაგრად მესიამოვნებოდა. ზურა ბატონო, ბატონო დავით თქვენს გარეშე. რა თქმა უნდა, ბატონო დავით. ბატონო ვანო, თელ გუნდს მოგმართავთ. მე ხამა გამწარებული გადაღებების სერიალის, გამწარებული გადაღებები, აი ესე გადაგუში ჩავწერ ერთი პოდკასტი, აი დღეს ხო წერ, ხვალაც კიდე ერთი პოდკასტი მაქვს ჩასწერი, რომ თელთვის მოშორებული მქონდეს და გავარდე ეგრევე მეორე სერიას ვიღებთ უკვე და აი როგორც კი ხო, აი ისა, მაგა შუალედე მაქვს 1-4-5 დღე და ეხლა ვაპირებთ, აი დღეს ვილაპარაკეთ ზუსტად, ჩემ ოპერატორმა მომწერა, არ ვითევზაოთო. უთხრე რა დროს თევზაობა სერია გადასაღებით თქვა. აი შუალედი რო გვექნება, იმიტომ რომ დაგეგმა სჭირდება. მოდი შევთანხმდეთ, რომ თუ გეცლებათ, ამის მე რა მოდის აპრილი, ხო? აპრილის ბოლოსკენ ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, რომ იქ გადაღების დროს რაღაცებზე შევთანხმდეთ. ჩვენ გვინდა რომ თელი ჩვენი ჯგუფი შემოქმედებითი სერიალის წავიდეთ და თან გადავიღოთ, თან ვითევზაოთ.
მე თქვენ დაგირეკავთ, შემოგვიერთი, ბატონ ზურას დაურეკავთ და ერთი რაღაცა საინტერესო კოლაბორაცია ვხიოთ რა. სიამოვნება. და თან ერთად გავერთოთ რა, წვადი შევწვათ, რაღაცა ვითევზაოთ, რაღაცა დელეგატესები გავაკეთოთ და კაი დრო. მაგით ვიღებ სიამოვნებას, ნე. всё, დაპირებული ამბავია აპრილში, მოკლედ რაღაცა ეგეთი ბატონ ზურა ვიცი რომ უარს არასოდეს არის ძახის ეგეთ რაღაცა და უნდა დაგაკაცოთ მაგრა გაგისწორდება. საოცარი კაცია და აი მაგრათი кайფე. всё, ხელი ჩარტყმულია აპრილის ბოლოს ელოდეთ რაღაცა მსგავს კარგ გართობას. ეხლა მითხარით გეგმებში როგორ ახართ, რამე არის რომ სიტყვაზე მიმართულებები გინდათ შეცვალოთ, რაღაცა დაამატოთ, რამე მოსინჯოთ, ეგეთ პონტი არის? კი, აუცილებლად გვინდა რა. როგორი ამბავია, იცი, რაღაცეები გვაქვს იდეაში, მაგრამ ორი რაღაცის კეთება ერთად რთულია რა. მე იმას ვერ ვაკეთებ, მე აქეთ გადაცემასაც ვერ ვაკეთებ და რაღაცა შუაში ვართ ამ ეტაპზე გაჭედილი რა. თან იუმორისტული კონტენტი ხო ხდები როგორია? ანუ აი ცუდად რო ხარ სიტყვაზე, ცუდ ხასიათზე ხარ, რაღაც პრობლემები რო გაქვს, ანუ თუ გინდა სტაბილურობა ხო სულ უნდა აკეთო რა ეს საქმე რა და მაგას მაყურებელი უეჭველი ხდება რომ შენ რაღაცა ვერ ხარ ისეთ ხო ზეან ცუდად ხარ, უხასიათოდ ხარ და მაინც არ არის ისეთი. თან როცა იმპროვიზაციაა ხდები, მით უმეტეს ეკონტი არის, რთულია მაგროს თავი მოკოქო რა. რამდენჯერ მქონია ესეთ შემთხვევა, გადაცემის ჩასაწერად ჩავსულვართ, წავსულვართ, დამშდარვართ და ვსივართ ესე პროსტა ესე ვიყურებით არ ვამბობთ არაფერს ავდექით კაი წავედით სახში ამის ეცაც მოყანა ხოდი არა ხოდი მაგრამ ისე გეგმის დონეზე რა ფორმატზე ფიქრობდით რა სტრიმები არ გიცდიათ დავასტარი ეკმანტია დავასტარი თქვა მოკლედ ეხა ზუსტად იმ სიტუაციაში ვარ რომ ავაწყე გელის ეტაპი ხო ყველაფერი რაც მჭირდება აბსოლუტურად ის მოვილამაზე ჩემი კუთხე და ვაპირებ რომ გავსტრიმო ყველა და ყველაფერი მინდა რომ გავსტრიმო და ყველაფერი მინდა რომ ვითამაშო ოღონდ როგორ გავსტრიმო იცი ისე კი არა რომ რაღაც ავდგე და პირდაპირ სტრიმი ჩავთო პრეტენზია მაქვს რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტრიმერი ვიყო რა და არ გიცდიათ არასდროს არა თან თამაში მიყვარს რა ძალიან გეიმინგი და მაგარი ემოციურიც ვარ თამაში. ობრაზებში ხო. ეს ობრაზი რა მთელი გადაცემა. ობრაზი არა ის პერსონაჟები ჭალებში დაახლოებით რა პერსონაჟებსაც იქ აკეთებთ. ეგრე რო გააკეთოთ, მე იმენა ჩათვალე რომ მაყურებელი ვარ. კი, უეჭველი ეგრე. სტრიმში ისეთი მუღამია, აქ ისე მენატრება სტრიმები. აი ერთი პერიოდი ცხოვრობდით მე და ჩემი არხი სტრიმებით, ანუ კორონას დროს ნაითოქი ღამე იწყებოდა ხოლმე 12-ის მერე ვიწყებდი და დილის 6-მდე ვიყავით. ეს იყო ჩემთვის როგორი თერაპია, იცი რომ მეტი არ შეიძლება. თან რაღაცა კვერცხობებს ხურავდით, ხან ფილმებს უყურებდით, ხან რეაქტებიც იყო რაღაცა. მაგრამ იყო საუბარი რა, ვიღაცებს თავისი პრობლემები ქონდა იქ და ვარჩევდით რა და პონტი მახსოვს რომ ეგეთი სიამოვნება, იშვიათი კონტენტი არის ჩემ არხზე, ამდენი აი რაღაც 10 წელს მოითulis თითქმის არხი. აი ექსტრიმები იყო ჩემთვის რაღაცა მაგარი ეპოქა და რომ მოსინჯავ თუ მოიწამლე, მე შეიძლება ვაფშე დაიკიდო სხვა კონტენტი, ხო ხდები, პროსტა ყოველ ღამე დაელოდო რო გასტრიმო. აი, კაგრას ეგრე ვიქნები მგონია და მაგიტო მოვინდომე და ვაწყო ყველაფერი. გეიმერობთ, ანუ გევასება? კი, მაგრად. ეგ მიყვარს ეგ ამბავი. რისი გეიმერები ხართ? ჯოისტიკი? ჯოისტიკი. ჯოისტიკი და კლავიატურში კები, მოდი ვაღიაროთ. კლავიატურა. მაუსი. ჯოისტიკი არა. ჯოისტიკი არ გამომდის, ჯოისტიკი არ არის ჩემი. უფრო ახალი თაობის ბავშვები ხო? უფრო შუთერები რა. შუთ კაუნტერი და ეგ ამბავი? ხო რა. რამდენი წლისები ხართ? 26. 26, ხო, ეგ თაობა ხართ რა. თქვენ უკვე კლავიატურის თაობა ხართ. მე აი დენდიდან მოყოლებული ხარ. არა, დენდის მქონია, სეგაც მქონია, Sony 1, Sony 2. და საყვარელი თამაშები და დაყარეთ რეებია. მე თამაშობდი საყვარელი თამაშები. ეს თამაშობ მობაილებში. ეს ხო, ამას აი მობაილებს ვერ დაუმუღამები. მე თამაშობდი ეზოში. არა, ეგ აუ, ეხა ეს ვითო ძალიან ისეთია რა, ჩვენ კომპიუტერი. რამდენი გამოგხარა რომ ეს რაღაცა კომპიუტერში, მე უბანში ვიდექი ძმაო. მე ჯინსებს წვეთდი უბანში. ჩვენც ვიყავ ბავშვობაშიც. მაგიტო გამოიყურები 42 წლის კაცი კომპიუტერთან. მეც მოყვები მაგამ ბავშვი. გაცევა ტყეში და მე ნახავდი. არა, როგორ გეკეთე? მეც მიყვარდა. ყველაფერს ვათავსებდი ხოლმე, მაგრამ თამაშებს ეჭირა დიდი რაღაცა. თან ის ეპოქა პირველი თაობა ვარ ჩვენ გეიმერებს 90-იანებში დაწყებული თამაშები თუ რაღაც. მე დავაი, კაი, შენ რადგან უფრო კონცენტრირებული ხარ გეიმერებზე, რაც კი თამაშია. მე მქონდა ეს კომპიუტერი და აი მაშინ სადაც მეზობელთან იმესთან ჩემი თავი. მეც ეგ ტიპი ვიყავი, მაკაცთან. და დავიჭერდი სადმე ამ ჯოისტიკს, სანამ მე გავიგებდი აქ რა ხდება
მანამდე მორჩაის თამაში და სანამ მე ვიყიდი რიგიც კი ერთი დიდარი ძმაკაცი ხო ყველას ყავს დვიჟოკი და ის რო არის ხო იცი და ველოსიპედიც რო ყავს კომპიუტერიც რო ვაფშე საჭმელიც რო აქვს იმდენი რო ყველას გაჭამოთ რა და იქ ვირჟაობდით ხოლმე და ჯოისტიკი ჩემი რიგი რომ მოდიოდა სანამ მე ვიყიდე FIFA მოკითხვა ბრატ ჩენზე ალაპარაკი იქ ვიჯექით ხოლმე და თამაშობ დავай 3 იგრა მითხარი რომელიც აი ყველაზე მეტი ნებისმიერი დევაისის დროის თუ როგორ აბა ჯოისტიკის 3 მითხარი და კლავიატურის 3 მითხარი ჯოისტიკის 3 თამაში პირველი გემოვნებას მიხ უშენ გენაცვალე კარგი ხარ კაი დასაწყისია მეორე FIFA ცუდი გაგზელებაა FIFA 06 ხო ნუ ალბათ მე გარვიც ვიცი და მესამე Crash არის ძალიან მიყვარს პირველი ანუ შეიძლება რაღაც ისეთი თამაში არა მაგრამ რო ისეთ ვღოთ ლეგენდაა ხო ან ნამდვილი ლეგენდაა Crash ტეკენი მესამე ტეკენი გახსოვს რა დერსკი იყო მესამე ტეკენზე მაგარი ვინ იყო შენი საყვარელი ფაითერი კაროჩე ედი ხო ყველას გვევასებოდა ნუ ედი იყო ჩეთი დავარქვი მაგიტო ხო იმ პროსტა დააგდე დააჭი აზრი არის ის მევასებოდა განჯეკი მიყვარდა მაგრად და ჰოლარანგი ერქვათ ის ფეხით რო ერთი საათი იყო ესე რო იქნებოდა ხოლმე გახსოვს აი ეგ ტიპები რა სამი პერსონაჟი ყავდა ვინც იუში მიცუმევასებოდა და ციცოცხლეს იმატებდა ესე რო აკეთებდა ხო ხო რო ჩაიბუქნებოდა მაგასაც ანძრებდა ვეღარ და ნუ ციცოცხლეს იმატებდა ჩეთი ქონდა მაგასაც და კუ გახსოვს პატარა კუ რო იყო რო აცუებდა დრაკონჩიკი სკილი ქონდა ხო სკილი ქონდა აცუებდა და բայց ეგ მესამე ტეკენში იყო ეგ მეოთხედან იყო მე მგონი უკვე ვიღაც კენგურუ და რაღაცე პანდა და რაღაცეები რო დაემატნენ მე მგონი მეოთხედან იყო მესამეში არის მოკუჯინი თუ რაღაც აი ტეკენში ერთნაირები ვართ გვევასება Crash-ის რომელი სერია იყო ყველაზე დერსკი რომელი გევასება ვაფშე მე გონკების იქით ვეღარ გავყევი რა Crash-ის სიმართლე გითხრა არ ვიცი რომელი სერია იყო ყველა ერთმანეთს გავდა მესამე იყო პიზდეც თუ გახსოვს უკვე ცოტა დერსკი გრაფიკაც რომ მიეცა რა Crash-ი რომელი ახლა მელიარო დარბის ხო ბუმბალა ამას რო იძახს არ გახსოვს ხუთებს რო ახტები და გარბის და კულებს იღებს ვერ გზაზე მარიო ოღონდ სონის წარმოიდგინე რა Crash-იო და მარიო არა სწორად წახვედა მას არ დენდის ქონდა მარიო სეგას ქონდა სონიკი და Crash-ი ქონდა იმას სონის FIFA-ს აგივრად მარიო უნდა მეთქვა ნადირობა რომელს ქონდა იმიტომ რომ მარიო იმდენი ნადირობა სონის ქონდა ძალიან და ისე მევასება რომ FIFA არ თამაშობდი ხშირად ნადირობა ძალიან დერსკი ქონდა ხოლმე ტაიგრაფი Duck Hunter-ი რო იყო იარაღი რომ მოყვებოდა იმას Sega-ს და ძაღლი რომ მოდიოდა ხოლმე თუ აუ ხო მახსოვს აუ რა კაი დრო იყო ვაფშე სიამოვნებით მექნებოდა საერთოდ ყველაფერი ამდენჯერ გამოერთებულ ჯოისტიკთან დაუსვივარ უფროს ძმას და რომ გონია რომ აი ეს ამბავში ვარ და შეგადავებოდა ხო კაი კლავიატურის შენი რისი იყო კლავიატურის უკვე ფეხბურთები რა სამივე ბიჭო ხო თან როგორ თამაშობდი იცი ესე თამაშობდი აუ აი არა სამივე არა სხვადასხვა სიტყვი სხვადასხვა სერია სიტყვი ხო FIFA 98 2001 და 2003 არა კაროჩე პრინცო პერსია მევასებოდა ძაცა გავიხსენო პრინცო კი კედლებზე რო დარბოდა და ასასინს ძალიან მაგას ხონდა ეგ და მე ასასინი და FIFA-ს თამაშობდი რა ასასინს რომელი ასასინის რომელი იცი? სადა რომში რო ხდება? ძველი? ხო, ეგ და მე ჯვაროსნული რომლებიც და მე ხო, ჯვაროსნულის კაი. მე რაღაცები ჩააკუკეს. მე ახლებს შევეში. აი ბოლო არ მითამაშია Valhalla, მაგრამ ბოლოს წინა მე მგონი Valhalla თუ ეგ არ მითამაშია. დიდი არაფერი. კაუნტერი არ შეიყვანა, ბიჭო? გული არ კაუნტერი კლავიატურაა და კაუნტერი. ხო, არა, კლავიატურაში. კაუნტერი არ შედის? კაუნტერი მაუსში შედის. მოიცა კაცო. კლავიატურა და მაუსი ერთი ხუი არ არის? არა. მაუსი ისეთი? არა. მაუსი ეს არის. მაუსი ცალკე კლავიატურა ეს ანუ მე მაგას ვიძახი რა, არა ჯოისტიკში გულისხმობ აი ეს სეტაპი რა. მაშინ მაგარით ცუდად დავალაგე, მაშინ ვიტყოდი კაუნტერი უეჭველი, იმიტომ რომ ყველა კაუნტერი ნათამაშები იასნად. და ახლა უნდა გასტრიმოს იდეა. კაუნტერი ასასინი და FIFA. კაუნტერში მოყვები, ასასინიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ ხო, კაი ჯანდაბა შეიძლება FIFA ვნახვი, ანუ აი შენი ის რომელი იყო? ბიჭო, სამეული კაუნტერით ცხოვრობდი, ანუ აი მართლა გეუბნები, 10 წელი ალბათ კაუნტერი იყო ყველაზე დიდი დროის წამღები, ანუ აი როგორც ის სკოლა არა ის ხო ხდება, მაშინ ინტერნეტ კაფეები იყო, ჯერ ინტერნეტი ესე არ იყო რა, შემოსული და სახლში კომპიუტერი ძალიან იშვიათად იყო, ინტერნეტ კაფეებში კლანები ქონდა, მაშინ 1x-ის სერვერები იყო თბილისში რა, 1 და 5 იყო კაუნტერი
და რა საქართველოს ჩემპიონები ხო ხდები იქ რაღაცა ავეპეში ცალკე ტიპი იყო რაღაცა გლოქს ყველაზე მაგრა ვიღაცა მე ჩეხვაში პირველი რეიტინგში საქართველოში ანუ და ფულზე ვთამაშობდით ხოლმე ვიკრიბებოდით და იქ ვაჟაზე იყო რა ჩემთან და 5-5-ზე რაღაცა მაზიანები და სახელის გადარქმევაზე იყო ხოლმე ხო სახელზე იცი რა ხდებოდა ანუ ერთი და იგივე ნიკით რა ეხლა მე ბლეიდი თამაშობდი მთელი ცხოვრება ნიკნეიმი იყო ბლეიდი და ვინმე ბლეიდი რო გაჩითულიყო 1x-ის სერვერზე ეგრევე იწყებოდა რომ სადახარ ძმაო აბა დავა ინტერნეტ კაფეში შევხვდით და სახელზე ვთამაშობთ რა და ის მე აღარ დაირქმევდა იმას რა ანუ წარმოგიდგე იკრიბებოდი და სახელის გამო რა შენს ბლეიდი ხარ მეც ბლეიდი ერთი 20 პარტია 16 ფაიტერში თუ რაღაცაში აღარ მახსოვს ტური იყო იქ ვითამაშებდი და всё დღეიდან შენ ბლეიდი ახარ შენ ჟოზე ხარ ან რაღაცა და სახელს გადაიქცევ ასახელ შენ ურჩევდი არა რაც გაუსწორდებოდა მაგრამ ბლეიდად აღარ უნდა მენახო და მე მგონი მაშინ IP უჩანდა ყველას ხვდები თორე ეგრე ხა წავიდოთ გეტყოდი ბაზარი არა კი გაცო ხვალიდან სოსო ვარ და ვიქნებოდი ისე ბლეიდი IP-ები ჩანდა თუ რაღაცა ფონტი იყო მაშინ რა ხო სხვათა შორის თან იმიტომ მე ვასებოდა ეს თამაშები რომ მაგარი ხალხი მყავს გაცნობილი რა ამ კაუნტერიდან რა ეხლა თამაშობდი ეს მაუს ვატრიალებდი ეკრანს უყურებდი და ვაფშე არც ფიქრობდი რომ იმაზე არ ფიქრობდი რომ ტიპი ესე ჩემსავით კომპიუტერის უკან ზის ხვაზე ხარ შეიძლება 10 წლით უფროსი 15 წლით უფროსი და ეგრე მე თამაშები მაგაზე არ ფიქრობდი რა და მე კაი ხანი რომ თამაშობდი უკვე ამ ტიპების ხმა წლები რომ ესმის რა სერვერებზე და მე ვთქვი ვინა და მოდი ერთი ჩავიდეთ მოვხოდოთ რაღაცა და მე თბილისში ჩავატარეთ რაღაცეები კლანვარები იქით ჩემპიონატების ვარიანტები გავიცანი ბიჭები ესე არის ეხ კლანურები და რაღაცეები ვითო? ეხა ეს ძველი კაუნტერები არ არა, ნუ გინდა გლობალში თუ რაღაცა ხოქვია გლობალი. კი, გლობალი მე მგონია რომ მარტო მილოვა Counter Strike 2 არა მე მგონია რომ მილოვა დარბის მარტო როგორი კედლებს ეს როგორი ხალხი თამაშობს იცი ძალიან ისეთი სელებრიტები თამაშობენ რა ქვია სოფლიო დონის რაღაცა რა როსტრი მამე ხოლმე დაყვა რაღაცა რა მაგარი აღარა მაგნერი ნეიმარი თუნდაც წავიდი ნეიმარი გიждდება მე ვიცი მაქს ჰოლოვეი როდესკი ის არის ხო იცი UFC-ს რო Call of Duty თამაშობს თუ იმას აქვია მეძღება ეგ თამაში რა ქვია ჩემ საერთოდ რო აშენებთ რო ისვრით რა რაღაცეები რო არის რა Minecraft-ი არა Minecraft-ი არის კუბიკები რო ხიდი არის რაღაცა ეგეთი თან იარაღებით რო დარბიხარ თან სახს რო აშენებ უცებ და ზედვე რო დარბიხარ და რაღაცე აი მაგას უბერავს UFC-ს ჩემპიონი წარმოიდგინე რა აკაია არჩ დრო თუ მექნება პირდები ნიადაგს ამზადებს რა პენსიაზე რო გავა მე სტრიმებს ყველაზე დერსკი პენსია რა წარმოიდგინე შვილები ოთახში დარბიან შენ რო ზიხარ და თამაშო მე ცოტა ასაკში რო შეხვალ შენი ფაითების რეაქციას რო აკეთებ და რაღაცა თუნდაც წარმოიდგინე მაგარი სხვანაირი სიბერე გვექნება ჩვენს ვიდრე ჩვენ ბაბუებს ხონდა კი ვაფშე სხვანაირი სიბერე გვექნება ერთი YouTube-ი მაგიტო მიყვარს რომ ეგ ხო აბა მანამ სადიყავი შენი თავის არქივია რა YouTube-ი რაღაც ესეთი ვარიანტი ანუ დიდი ხანი თუ აკეთებ YouTube-ს შენი თავის არქივია და რაღაცებს რო ნახულობ ადრე როგორი იყავი წლების რო განვითარდი იმას რო ამჩნევ რაღაცა ხო არ შლით ვიდეოს მე ეგ შეცდომები დავუშვი რა არასდროს არ წამიშლია წამაშლევინე ეს და დაჟე სასამართლო მქონდა ვიდეოს გავ ვის სასამართლო ნადირობა მაშინ რო ბაზრობდით თავზე რო დაგვატყდა რა ქენით მაგაზე მართლა ხო რა ქენ გადაო ვერ გაიტანეთ თქვენი? არა როგორ არა ჯარიმა არ დაგვიწერეს არაფერი ვაფშე ძალიან ისე გვაპატიეს ყველაფერი მაგრამ არც დაგვიშავები არაფერი უბრალოდ ტოპიკ ქონდა უბრალოდ არც გაგვის არა კი გავისროლეთ მაგრამ არა ანუ სულის ჩვენებას ეხა ისერებს იქ რა ჩვენებაში მიცემული და არა გავის არ გავის არა ერთი არა მაინც არ გავის შეიძლება შენი გამომწერიც იყოს მოსამართლე ახალგაზრდა ადამიანი იყო ცოტა ისეთი კარგი ხო რა იუთუბერების გასამართლება არ მოსულა რა კონტენტისთვის იუთუბერების გასაბოდებასაც ესეთი წმინდა იდეა არის ხალხი გაართვა არავითარი ბოროტის აქციელი მაქსიმალურად დაცული უსაფრთხოება ასე მე რაღაცა ნაკრძალში შევდივარ რაღაცას ვკლავ და ამას აქ ხალხში გამოვფენ ხო შეგნებულად მე რომ ებრაკონიერა ხო არ ვანახებდი იმას რა ქვია ხო თავისთავად საქართველოს ნუ აი რა მთელ საქართველოს 20000 მაგას ვანახე ნუ 20000 გადააბაზრებს მე და გახდება 10000 მე დღეში ეგეც არის. არა უშვის, ყველა დამწყები იუთუბერს მართლა გეტყვით, მეც არ ვიცოდი იმ დღეს ბიჭებს მაგას უყვებოდი. მე ზურა მასწავლა, როგორც მაშინ გითხარით. თუ აპირებთ ეგეთი კონტენტის გაკეთება, სადაც სიტყვაზე ფიგურირებს იარაღი,
რა თქმა უნდა გაფორმებულწი ხლაპარაკი და იმედა შავი არაღებით მოძრაობა და ხო სისულელი არც განიხილება. დაივიწყეთ. YouTube-ში სანამ დადებთ ეგეთ რაღაცა კონტენტს არ დაგავიწყდეთ, უნდა მიუთითოთ რაღაცები, იმიტომ რომ ალგორითმი კითხულობს თუ არ წერია სიტყვაზე fake gun, fake situation, ალგორითმი მას შეიძლება გაგითიშოს საერთოდ არხი. ანუ აი ძალიან ბევრი სიფრთხილეა ეგ აღწერაში უნდა ჩაწერო, სათაურში უნდა ჩაწერო და მხოლოდ ამის შემდეგ ატვირთო. სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იმდენი ნაწვალები ჩაგეყაროს წყალში, ანუ ან დაგასტრაიკონ, ან რაღაცა. სტრაიკის კიდე ხო, ერთხელ მოგვივიდა იყო სტრაიკი. ხო, ნუ სამი სტრაიკია პრობლემა, ერთი არა უშავს. ნაური ამბავი იყო. მაგ თემაზე? ხო. ხო და ნუ გაიშარებით. ხო ხდება აწი მაქსიმალური სიფრთხილე. კამელეონის ენა მომხვდა ხელზე. ჰა? კამელეონზე საჭმელი უნდა მიგვეცა რა, ვიღებდით თან და ესე ხელი წავიღე რა ინსტინქტურად ხო ხდები და კამელეონმა ენა რო გამოწია, მომხვდა თითზე რა. და მე ინსტინქტურად ხელი გავწიე უკან ხა კამელეონის ენა მოხდა ხო რეფლექსი გექნება და გავწიე და გასტრაიკა? არა, უყურე რა მოხდა ხო გავწიე და ენაც გამოიწია. აი ხა კამელეონის საშინა სიფრთხილამდე მივალთ და ენა არა ვეღარ შეიწია. არა რა მოვიდა ესე ქონდა ჩამოკიდებული ენა გადმოგდებული ეგ იცის მე ხო ეგ იცის მე აი ბიჭო ნუ ყველა ბიჭო კარგა სუსო დაუმარხეთ აი ბიჭო არა მართლა ვუმკურნალეთ მე ვეტექიმთან წავიყვანეთ ყველაფერი ენაზე გიფსი დავთ და მაგის გამო დაგბლოკეს გადავთ მართლა ხო YouTube-მა სტრაიკი მოგცა ბიჭო მაგრა გამკაცრდა YouTube-ი რა მაგრა ხალხო აი მე რო დავიწყე 2017 წელს ამდენი კი არა ამის ნახევარი არ იყო რეგულაციები ანუ ისეთ რაღაცებს ატვირთავდი და იზავდი რასაც ეხა ვერც კი წარმოიდგენ პროსტა საერთოდ ანუ ლელობები და რაღაცები იდებოდა ხოლმე მილიონი რაღაც იდო კაცო პორნო კონტენტი იდო ხოლმე პროსტა +18 ის ქონდა რა ანუ ყველაფერი იტვირთებოდა მაშინ და +18 დააწერდი და უკვე ხსნილი იყო ეგ იყო შენი 18 თუ იყავი დარეგისტრებული ჩაოლებრივად ანუ პროსტა კი გეკითხებოდა ხარ თუ არა სულწო ეხა ეგ ყველაფერი მოიშალა რა დაჟე სტრიმზე ჩავრთე რეკი არ დაგავიწყდეს არა აქ არის კაცო კიდე კაი გამახსენე ახევარ საათი ხო ეხა იმას ვიზავ უყურე სტრიმის დროს ფრთხილად იყავი ძალიან რადგან ეგეთი მომართული ხარ და უყურე მაგალითად არ გაბედო ფილმის ყურება ჩართვა ფილმის არ გაბედო თამაში მოსულა რაც YouTube-ზე დევს იმის ყურებაც არ შეიძლება სადაც საავტორო უფლება შეიძლება დაირღვეს ეგრევე დაგბლოკავს ანუ ნარუტოდან ჩავრთე ერთხელ ანუ რეაქტებს ვაკეთებდი და ხოც ესეთი rilsivit რომ მიყვები რა მოგიხდება არიცი და ამომიხდა ნარუტო მე რა ვიცოდი რა მოხდებოდა და ნუ ეხ ჩემი community ევასებათ ყველას რაღაცა მეტნაკლებად და 1-20 წამი რაღაცას უყურებდი და ვაფშე ანუ YouTube-ი გათიშა თითქოს X დააჭირა კუთხეში და მე მომივიდა წერილი რომ copyright-ის დარღვევის გამო რაღაცა ტრაკი დააყენე მეორედ არ ქნაო და ბოდიში მეუთხარი სულად გავამი ანუ და იმის მერე გავიდა კიდე 4 წელი უფრო გამკაცრდა ანუ კარგად და ჩაწერე რისი გაშვება შეგილია რისი არ შეიძლება თორე შეიძლება პირველივე სტრიმიდან ისე არისო ალგორითმი რომ მე ხო რა ანუ უნდა გაიჩალიჩო მაგ პონჩი Twitch-ია უფრო თავისუფალი აი Twitch-ზე ფილმებს უყურებდით ხოლმე მაგალითად რა ჩავრთავდით იქ იმას ფეხებზე კიდია რაც გინდა ისქენი YouTube-ზე ფრთხილად იყავი მაგონში. YouTube-ია რეგულაციების გარეშე. YouTube-ია 8 წლის წინ მომზადებულად უნდა დავიწყო რა. ჯერ ყოველ შემთხვევაში მე იქაც ხუიოზნაით რა იქნება რა. პროფესიონალ სტრიმერებთანაც გავივლი კონსულტაციებს რაღაცებს ჩემს და ეგ ვისაბა. ვინ არიან გეიმინგ კიტე რედზერგა არის აი ლენინი ამბის ძველი go let's play. აქაც ხო იყო რედზერგა. ხო, წითელი კუჭი გარსონა ოქროკაცი. აი რედზერგა სიტყვაზე go let's play gaming-თან კიდე ვინ აკეთებს ხოლმე. მე მგონი პატოც უბერავდა გეიმებს, GTA-ს უბერავდა. GTA სტრიმავდა. ხო აი არიან რა, რამდენიმე დერსკი გეიმერი არის, ვისთანაც კარგად გაიარე კონსულტაცია, რისი უფლება გაქვს, რისი არ გაქვს, ლიცენზირებული ჩართვა ღირს, ისე ჩართვა ღირს, თორე აი შენი აწყობილი ლამაზი სეტი შეიძლება აი უცებ აი და ტყუილი რაღაც ნაწვალები აღმოჩნდეს რა. შენ ახლა კონტენტს უყურებ და პატარა ჭრას გავაკეთებ Patreon-ის შესახებ და უცებვე დაგაბრუნებ იქ სადაც იყავ. უცებვე დაგაბრუნებ. გეტყვი რა არის Patreon-ი? Patreon-ი არის ცალკე პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენ საყვარელ content makers ფინანსურად დაუდგე გვერდში. Subscription-ის ყიდვით, რომელიც $5 ღირს და როცა გინდა გააუქმე. მაგრამ ეს უბრალოდ
გაქნეული ფული არ არის და გაქნეული ხარდაჭერა და ასე შემდეგ. შენთვის ექსკლუზიურად მე Patreon-ზე ვაკეთებ კონტენტს. პირველი გეტყვი რომ არასერიოზული პოდკასტის აუდიო ვერსიები მხოლოდ მანდ იქნება. ასევე არის კინორჩევები, ანიმე რჩევები, სერიალი რჩევები, Night Talk-ის ლაივები იქ გადაბარგდა. ასევე არის გათამაშებები და რაც მთავარია სერიალის კონტენტი, making of-ი დაიდება იქ. თუ შენ სურვილი გაქვს, იქ გახდე ჩემი თანაღერძელი და ამ სიმბოლური თანხით ხარდაჭერა გამიწიო მე ფინანსურად კონტენტის კეთებაში და არა მარტო ოჯახის რჩენაში, მე შენ მადლობელი დაგრჩები. ბოდიში რომ ეს დრო წაგარჩვი, ახლა კი დაუბრუნდი იმ შვენების ყურებას, რასაც ჩემი გაკეთებული კონტენტი ქვია. გაგოცების ერში. მე და მემართა კაკრას მეორე დღეა თუ რაღაცა რაც ეს 9 საათიანი კომენდანტი გაიჩითა რა და რაღაცა ლუდი დავლიეთ მაგასება იქით რა მოყედი იმყავს და 9 საკლია 5 წუთი და ძმაკას მეუბნება სახში წამიყვანება მე თქვი უნდა მუსოთ ვარ ხარ რატომ მეუბნები და ვერ მოვასწრებთ კი მოვასწრებთ ამასობაში გავიდა 2 წუთი და უკვე 3 წუთი აკლია რა და ის დეცი იყო ბიჭო ეხა გვეცინება მაგრამ გაიხსენე რა ის დეცი იყო აბა რა იყო მე თქვი დაჯექი წაგიყვან და ხო დავტოვე ძმაკაცი და 1 წუთი აკლია და მოვდივარ რა და ამეკი და პოლიცია მოპედით მოვდივარ და სწორი გზა რა ვერ შევარდები ვერსად ისეთი გზა დაემთხვა ხო ანუ გზაში არ გაგიმართლა ხო და ჩავაჭირე ბოლომდე მე ვთქვი ოღონდ შეცარ გაფრინდე ხა სკუტერია ხო ოღონდ უბანში ეგ ფიქრი ჩამიჯდა რატომ ხას თავში რომ უბანში მივიდე და იქ იმდენი ხალხია გადავრჩები რაღაც მოხდება რა ხო არ დამიწერენ ჯარიმასან რაღაცა და ხო მივდივარ ესე ბოლომდე მაგ გადმოწეული მოპედის კდება და ნელა მივდივარ რეალურად 60-ით მივდივარ და ესე გვერდით ზუსტად ჩამიყენა იმას ესე გიყურებს ხო ასაკეთე რა შვებიო დაწყობილი ხარო გაჩერდიო და გავაჩერე რა ეს მოპედი და მანქანაც გააჩერეს გადმოვიდნენ და დავქოქე კიდე და დედას გეფიცები ზუსტად ესე და დავქოქე და შევარდი უკვე ჩემ ქუჩაზე რა და ჩანს ის ბირჟა სადაც დგას ერთი 20 კაცი და გამიხარდა და ხო შემოუხვიე და უკვე გული ამენთო გადავჭი ხალხი დგას და ხო შემოვყვა პატროლის და ყველა გაქრა ეგრევე ერთ წუთში რა სახლებში იყო უკვე ბაზარი და უკვე როგორ მივდივარ იცი ესე მომყვება რა პოლიცია და მაგრად მეშინია უკვე არ ვიცი რა უქნა ხო აზიხარ და ტორმუზები დავარტყე ინსტინქტურად და გადავარდი რა მაგრად დავილეწე გადავარდი მოპედი და მოპედი იქ გავარდა და პატრული ესე გაშეშებული გადმოვიდნენ მანქანიდან იყურებიან არც იციან რა ქნა და რო გადმოვედი ისეთ ეიფორიაში ვიყავი პირბადე გავიკეთე რა და მივედი სალაპარაკოდ პატრულთან და ეს მეზობლები ხო ნახეს რაც მოხდა და ყველა გამოვარდა ერთი 50 კაცი თან უბანი ხო იცი როგორი ამბავია და ფოთში მithumetes და არა რა დაგვიწერეს ვაფშე არაფერი ხო დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახეს ესე იარაღზე კიდათ ხელი რო ესაუბრებოდით იმიტომ კაი მე არ გავჩერდი დებილი ვარ მაგრამ ტიპი მკლავდა ესე მომყვებოდა მოპედით რა არა აქვს უფლება მე მგონი შეიცვალა ხო მეც ეგრე ვიცი რომ არა დაიღუპა ბიჭი რამდენიმე წლის რა ადრე გაკიდება შეეძლო პატრულს და სპორტით მე მგონი დაიღუპა ბიჭი რა და კანონი შეიცვალა რომ გაკიდება არ არის გადაცემა არის ძებნაზე ეგრევე რა და მე მოტოთი ნუ ჩათვალე ვეღარ გაიგე მეც მაგარი სისულელე ვქენი მაგრამ 2000 ლარი და რაღაც იმ ფიქრებში ხო იმ ფიქრებში წავედი ჯარიმა რაღაც თორე ეგეთი სისულელე რატო არაფრად არ გიჟამთელობა ხო არ გაიმეოროთ არ გაიმეოროთ მეგობრებო ეს არის ცუდი ეს არის ცუდი და იყო ჩემი მახსენდება ეგ პერიოდი რო გაავლილი ანუ ეხლა ვერ ვიფიქრებდი მაშინ რო გეკითხა რომ აი პირველი პოდკასტია ზუსტად მე და ბეგალავზი ვართ ალიკო ბეგალიშვილი და პირველი ეპიზოდია და კორონა არის აი პირველი ტალღა მორჩენილი და როგორ ბაზრობთ იცი რო გადავხედე ანუ აი რო გეგონება რომ ორივეს გვჯერა რომ всё ანუ სამყარო შეიცვალა ოღონდ ამას აბსოლუტურად გააზრებულად ბაზრობთ 10 იქნება ეს რომ всё ანუ პირბადები ისეთი პონტია იყო მესიჯები მოდიოდა ხო რა უნდა მივეჩვიოთ რომ ამასთან ერთად ხო всё ესე უნდა იცხოვრო თუ რაღაცა კორონასთან ერთად აბაჭ და გავიდა 4 წელი და ვღადაობთ ახლა 9 საათზე სახში უნდა ყოფილიყავით ბიჭო ეგეთი პარადოქსი პროსტა თო აიმე კარჩ ჯამთელობის და მანდ მივხვდი რომ ეგეთი უხილავი მტერი ბევრად საშიშია ვიდრე ხილული მტერი რა ანუ აი დედას რო ვერ ნახულობ იმიტომ რომ გეშინი არ გადასდო რამე ხო ხდები ქუჩიდან მიდიხარ ვერავის ვერ ნახულობ ის პერიოდი თუმცა ვიღაცეებისთვის ну, რა თქმა უნდა, ხ პოზიტიურ ჭრილში არ არის კორონა გასახსენებელი, მაგრამ რას ვიძახი, იცი, აი მაგ სახში ჩაკეტვამ ბევრ ტიპს მიცა იმის დრო,
რომ რამე საინტერესო დაეწყო რა. ანუ აი 20 კორონას 2020-ის მერე ბევრი საინტერესო პროექტი ჩაეშვა, ბევრი რაღაც ტიპებს პროსტა ჰქონდათ ბევრი დრო რა. რაღაცა დაეწერათ, რაღაცა შეექმნათ, მოემზადებინათ რაღაცა რესურსი, რომ აი რო გაივლის, როგორც კი გაიხსნება, რაღაცა გავაკეთოთ. აი რიცხო გასულთავ. გახსოვს ბიჭო ხა. თბილისი იყო გადაკრიალებული. ხო? რაღაც წერვალო გამოჩნდა ინდოეთში, მე მგონი ინდოეთი. ისინი დაბრუნდნენ რაღაცა, ვეშაპები დაბრუნდნენ ოკეანის რაღაცა დაბინძურებ. კაროჩე, სამყარო ნელ-ნელა ამოისუნთქა. ერთი წლით თუ ორი წლით რა. დაიქოქა ისევ. ისევ ჩაეჯვა ყველაფერს თავი. ისევ ჩაეჯვა, ხო. რაღაცა სოფლიო ისეთი დღეები უნდა არსებობდეს, რომ რაღაცა უნდა გამოიყოს პერიოდები, რომ საერთოდ არაფერმა რო არ იმუშაოს. ხდები რა პანიკა ხდება? წარმოიდგინე, ხვალ რომ მაგარი, მაგრამ ხო შესაძლებელია ჩაოლებია. არა, შესაძლებელია. რა ხო მოხდა? ძალით თუ ნებლიეთ მოხდა. ხო, რის ხარჯზე პროსტა ამდენი სიცოცხლე წაიყო, მაგრამ პლანეტა ცოტა გასუფთავდა რა. მაგრამ იმ სუსუფთავდა აფერი არა მოხაჭული იქნება ის დასუფთავება. კი, ბიჭო. გაბათილდა. 3 წელიწადში ისეთ მოვჯვავდით კაცობრიობა, რომ ვაფშე აღარ არის იმის არაფერი. ისეთი მტვერი დგას, რომ გამოვიხედები ხოლმე ღამე, თან ეხა რაც დათბა, ბურუსი რო დგას, თავიდან ნისლი მეგონა, მე თქვი თბილისის ნისლი როდიდანაც, რომ მე ხვდები რომ მტვერია, ბიჭო, საშინელი მტვერი არის და კაკრას კორონას დროს მანქანები ხო აიგრძალა და მოტოები დაეშვა. ერთი პერიოდი იყო, მარტო მოტოებით შეიძლებოდა და ყველა ბაიკერი უნდა გენახა როგორ მოძრავ. შუა რუსთაველს ძირს ვიჯექი და მოტოები გვიყენა და კუსტბაზე წრეს ვარ ტყავდი ესე მოტოები და ლისე და მახსოვს რომ გადმოვხედე ეგეთი კრიალა თბილისი, ხო იცი, მტვერი საერთოდ რო არა, ბუღი რო არა. მაგრამ რადგან ცარიელი ხალხის სახში გამოკეტილი ესე რა. კაროჩი ჯვარი გვეწეროს, ყველაფერი კი დაიყოს. ხო, იყოს მშვიდობა, იყოს რაღაცა ჯანმრთელობა და გავარტყი იყოს ბუღიც, მაგის დედაცვატილი არ აღუშავს რა. არა ვკვდებოდეთ ბუღითგან და. ხო, მაგის დედაცვატილი ავიტანთ. როცა ჩვილი გამიჩნდა უფრო დავიწყეგეთ რაღაცებზე ფიქრი, რომ ადრე ხო იცი ეგოისტი. ხო, რა, ადრე უფრო ის ქონდა, ну, კაი, ტყეში გავალ თუ რაღაცა იქ ვისუნთქებ და ეხა იმერები მეშლება, რომ ბავშვის გასაყვანი ადგილი არა. ხო, რა, ну, ისეთი პონტი არა. ეხა ფიქრობ, რომ აი ბლად აქ სიბინძურია, ღამე აქ სიბინძურია, ბავშვი სად გავიყვანო, ადრე, ну, ჩვენ კიდე ისე კაი პონტში ვართ გეოგრაფიულად რა, წარმოიდგინე ხა რა ხდება ინდოეთში და პაკისტანში და ესე და თუ გინდა ამერიკაში კიდე ეს დიდი მეგაპოლისები რო არის და ესეთ რაღაცები. ვაფშე ცაარჩანს. მე როგორც ვიცი, ახლა მე ამერიკაში არ ვარ მაგრამ როგორც ვიცი, ანუ კაროჩე ცაარჩანს რეალურად რა. ვარსკვლავზე ხო არა ლაპარაკი, ანუ იქ რა ბუღიც არის, იქ რა მტვერიც არის. ასე იგი რომ ზღვისპირი არ შეიძლება რაღაც პონჩი ნიავდება, მაგრამ ну მაინც მეგაპოლისი არის. ჩვენ ბაზარი არა შედარება. ფოთში მგონია რომ სიტყვაზე თბილისი და ფოთი რო შეადარო, უფრო ნაკლები იქნება რა მტვერი და რაღაცები. პერიგი. ოღორაშვება. გოგორაშვება. მაგრამ იქ სხვა მტერი გვაქვს ჩვენ. რა მტერი? ღია ტვირთები ჩამოდის ხოლმე. ეგ რა ბაზარია ღია ტვირთები? პორტი ხო გვაქვს. ხო. და ღია, ანუ ღია რას ნიშნავს? არის კაკარია ღია კონტეინერი. კონტეინერით მოდის ან რაღაც ტომრით მოდის, არის მაგალითად მაგნიუმი დევს ხოლმე ესე. 1-200 მეტრი მაგნიუმის მთადებს. და ნიავი რამდენიც გაკრავს, გამოკრავს? რა თქმა უნდა. მალად. და იქ მუშაობს ხალხი და იქ ცხოვრობს ხალხი, წარმოიდგინე. პროტესტები იყო, ეხლა შეიძლება არის ხოლმე, მაგრამ ეხლა იმდენად აღარ მოდის ჩემამდე ალბათ ან თავი. ბიჭო საშინელებაა. ფოთი ისეთი ქალაქია, რომ დაიყვირო ერთი უკვე ყველა მიცის, რომ იქ ვიღაცა მოიყვა. ესეთი პონტი და პროტესტი ხო მაგრად გამოჩნდება. და პროტესტები რა ხალხი. არა ბიჭო, ეგ მინა ეკოლოგიის ამბავია რა. პორტის მიმდებარედ ვინ ცხოვრობს, რომ სარეცხს ვერ ფენთო რა. გაფენ სარეცხს სველია, ისე სარეცხი რატო ქვია? სარეცხი არის სანამ გარეცხილი უნდა ერქვას, ხო? სანამ გაირეცხება. კი, გარეცხილი უნდა ერქვას. ნარეცხი, ხო. ნარეცხს რო ფენთო. უკან წარმოიდგინე სველია და ტვერით გაიშინდება და შემოიტანე მაგნიუმიანი. ის რაღაც ან კალიუმიანი თუ რა ვიცი რა ნივთიერებიც მოდის ხოლმე იქ. მარგანეცია თუ რაც არის რა. და კოღოს თემა აღარ არის, მე მაინც კოღო მაქვს. კი როგორ ისე მახსოვს რა. მე რუსთავში კოღო მყავს ნანახი. ყავს თუ მაგ არ ვიცი. ეგ მიჩია მართლა რომ ფოთში რაღაცა. მე რამდენი კოღოც მინახავს საქართველოს ყველა რეგიონში და არა. აი შედავაჯერებს ვერავის აზრი არა. ძმაო, კოღო არ ვიცი, ეს რა გითხრა. ანუ კმენის დროს ვამიკეთა რომ არ იბაზრო, იმხელა იყო. ანუ აი სვეჩი წამიყვანა, ძალიან დიდი იყო რა. სადაც კოღო არის? ეხა ჩემუბანში მაგალითად არაა ხოლმე კოღო. მალთაყვაში ვცხოვრობ. ანუ რაც უფრო ჭაობების და ჭაობთან ახლოს. ჭაობი ყველგანაა ასე თუ ისე ფოთში, მაგრამ
არის ისეთი ადგილები, სადაც ევკალიპტია ბევრი, სადაც ნაძვნარია, ნაძვნარს და ევკალიპტს ედიდება საერთოდ ყოველ. თუ იმიტომაც გულაობთ, იმიტომ არ ყავს ყოველ რომ ევკალიპტს და ნაძვნარში ცხოვრობ, ეგრე იქნება. ო, სვეჩი, იქი ჭაობებთან აი იმედში, რამ ხელა იყო ბიჭო, რამ ხელა რაღაცა დამაჯდა. ყოღოებიც არის. მაგრამ ტყეში კი არ ზუოდა, ყვიროდა და ფრინავდა ბიჭო, საშინელება იყო რა. ფოთში ყველაზე საშინელი ყოღო რუსთავში მექნა ნახე. დიდი? კი. წარედი გზა. ფოთაშორის ყოღოების ჯიშებიც არსებობს. ყველა პოჯი ჩათლახები. ზებრა ყოღოებიც არის, ხო? სოლიანი ზოგი ხო ჩვეულებრივ ნაცისფერი რაღაცნაირი ქვე. ფერზე არ და მაგის დებილი დედავატირე, სისხლისფერი მახსოვს, ჩემი სისხლი რო აქვს ხოლმე მუცელში, აი ფერზე არ დავკვირვები. ფერებიც აქვს მაგნიდებს? კი. ზებრას პონტია რა, შავ-თეთრი ზოლები აქვს ესე რაღაცნაირი. ეგზოტიკური იქნება ეგ. იქმინება? კი რა. მაგის დედავატირე. მამალი ყოღოები არ იქმინებიან. დედალი ყოღოები იქმინებიან. თუ რა გათვითცნობიერებული ყოღოებში მაგრათ არ ყოღოლოგი ხარ ხო? მე უსმენ ინტერესით, მეც არ ვიცოდი და აბა ხილის ყოღოებია საერთოდ, მაგრამ ხილის ყოღოები ქვია. ხილის ყოღო რა ბაზარია? ასე ქვია. ხილის ბუზი და ხილის ყოღო. ზოგადად ყოღოს ქვია ეგრე? თუ ხილის ბუზი და მძღნერის ბუზი თუ როგორ არა? ო, ისეთი პონდია რაღაცნაირი. არა პრობლემა. ვაფშე რა არასაჭირო ტიპები არიან ბიჭო ყოღოები ხო? ვაფშე ანუ. არა, რატო თევზები ჭამენ? და მარტო მაგით უნდა არსებობ. მე ვაჭმევ მაგ თევზებს და გააჯვან ამ ყოღოებს. ანუ ვაფშე არ მაქვს პრობლემა. მე გამოვყვებავ რა. შეჭამონ წყალმცენარე. აი ეკოსისტემაში შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით, ვინმე ყოღოლოგი თუ ხართ ან ერკვევით მწერების სამყაროში. აი ფუტკარი ხო ძალიან საჭირო ტიპია რა. ფუტკარი რო გაქრეს პლანეტას ენძრევა, ვიცით. აი ვიღაცა ტიპები კიდე ეგეთ საჭირო ტიპი, მაგრამ აი ყოღო აი просто რატო არის რა? ვინმე ჩემი აზრით მავნებელია უბრალოდ და всё რა. გამბუზია. ვინ? გამბუზია. აგარა თევზები რო არიან ესეთი თევზები არიან. სანამ თევზი გახდება. არა, ის არის ის ბაღა. ის ლიფსიტაა. თვითონ ჯიშია. ჯიშია? თევზის. იჭმევა? ამ ხელათმა. ფისტაშკასა. ეს არის ხო რა, ეს არის მისი მაქსიმალური ზომა. ხო. შეიძლება ამ ხელებით არიან, მაგრამ ხელებით არიან. ხო. ეგენი ჭამენ? ხო, მაგ ჩამოიყვანეს სპეციალურად ყუბიდან. ხოჩი? საერთოდ ჩვენთან. და მოიცა რა მნიშვნელობა აქვს? სახში რო წევა, სახში გამბუზია ვერ შემომიხტება რომ მიშველოს და ანუ მაინც და მე წყალთან ასუფთავებ. ხო, ის ჭაობიდან კანალებში და არხებშიც არიან. ის წყალზე წერს ხო თუ რაღაცა მგონი და იქ იქნოლდება და ალბათ იქ ჩამოიყვანა. და მაგას ჭამს ის გამბუზია და ამიტომ ჩამოიყვანეს გამბუზია იმიდან. ყუბიდან. პიზდეც შემეცნებითი პოდკასტი და ყოღოებზე თუ ინფორმაცია არ ქონდა დღეიდან მეც უფრო მეტი ინფორმაცია. მე ვარ უსარგებლო ინფორმაციების საცავი. მეც რამდენი რაღაცა მაქვს იცი ხო? არაფერი ფუნქცია რო არა აქვს მაგცოდნას რა. ხო, არა ჩარჩდება ხა ეს თქვი. ხო, просто რაღაცა მეგაბაიტები რო უკავია რა შენ თავში ვეღარ ჩლი. ხო ხტები, მაგრამ ეგეთი რაღაცები მაგ თავში სავსე. სანამ ბოლოსკენ გავართ სოკოებზე მეუბნებოდი რომ ვიციო რაც არის რა ჩემი მეგობარი კომპანია შამანი ამანიტა სვაო ამანიტა მუსკარია კი ბატონო ფხვნილი თუ ესენი წვეთები წვეთები ზუსტად მეცო ჩენს რამდენი ხანია უბეროთ პირველი მეორე ერთი ფლაკონი დავამთავრე რამდენი ხის უკან და შენ რომ მითხარი პოდკასტზე სიამოვნებით მე თქვი ჩამოვედი და მე თქვი ორჩიც დავიჭერ სოკოსაც გავივლი სოკოსაც წავიღებ მეთქი ალფა უნდა ვიყიდო მეთქი უეჭვე მითხარი რა შეგრძნებების დონეზე როგორ ვიყავი იმას გეტყვი და რა შეცვალა მაგას გეტყვი რა როგორ ვიყავი იცი ვერაფერს ვერ ვირგებდი რა ვერც კი ვისვენებდი რა არ ვიცოდი რა მაწუხებდა რეალურად არაფერი არ მაწუხებდა ჯანმრთელობა მე არ მაწუხებდა ოჯახი კარგად მყავს ფულიც ასე თუ ისე მქონდა იმდენი რომ კარგად ვიყავი და დავდიოდი და ნერვიულობდი რა ხო სპოთვები ხო რაღაცები მაწუხებდა იქიდან ჩემი მამნეჩვევები რაღაცები და რაზე ვფიქრობდი იცი რაც 2 წლის წინ უნდა მე ნერვიულა იმაზე ნერვიულობდი ეხა და ეგეთ უაზრო რაღაცებზე ვფოთავდი რა და რო დავიწყე ამის დალევა ერთხელ დავლიე მე ვთქვი ვა რაღაცა კაი ცოტა რაღაცა მოთელებში ვარ და მეორე დავლიე და მეორე დრო დავლიე უკვე როგორი რაღაცა წავიდა იცი ეს შპოთვები რაღაცები უკვე გადალაგდა რა უკვე ესეთი ის რო ოთახი რო გაქვს რა პიზდეცი არეული ყველაფერი რაღაცა როყრია რა ეგრე რო ხარ თავში და რო შედიხარ და დაკეცილი თავის ადგილზე რაღაცები საოცარი თვისებაა კამანი დამალაგებინა რა
Короче, რამდენი ძილი ვერ დამილაგა, იმიტომ რომ მე ვარ თვითონ ისეთი ადამიანი, რაც არ უნდა დამაძინებელიან რაღაცა დავლიო შანსი არ დამეძინებელია. იცი როგორ დამილაგა, იცი? ცოტა მძინავს, მაგრამ ყოფნის. აი ეგ დაალაგა. აი ეგ მაგარი პლუსი აქვს რა, სოკოს დავლევ, დავიძინებ და აი 4-5 საათი რომც მეძინოს, მე წამოვხტები და ისეთ ხასიათზე მუსიკას ვთავ, ცეკვავ, ენერგიულად, საჭმლის კეთებას ვიწყებ ეგრევე და ეგ აქვს ბაზარი. მანამდე ერთი 4 საათი რო გავიღვიძებდი, პროსტა ეს უნდა ყოფილიყავი. ველოდები რაღაცას რო ავდგე რა. შეიძლება მეძინა 12 საათი და მაინც თვალს გავახელდი და მაინც დაღლილი რო ხარ ეგრევე დაღლილი არ ვიყავით. და კაკრას სიზმრებზე რომ მითხარი რა. ხო. აი უნამუსო ვიყო სიზმრები როგორ შემიცვალა, იცი? მიხდი, ასე გეუბნებოდი? აი როგორ სიზმრებს ხედავდი, იცი? სოკომ სანამ ამ სოკოს გავსინჯამდი, რომ ხანდახან მართლა არ მისწორდებოდა ის მომენტი, რომ მე ხა უნდა დამძინებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ის ნაბოზარი კოშმარი დამესიზმრებოდა რა. და ცუდად დამეძინებოდა და დავლი ესოკო, აი პირველ დღეს არაფერი არ დამესიზმრა ვაფშე, მეორე დღეს და მესამე დღეს უკვე როგორი სიზმრები დაიწყო, იცი? ძალიან ნათელი სიზმრები რა. აი ლურჯი ოკეანე და საიდანღაც ეშვებოდი ესე ოკეანედან და კანოეში და მაიმუნი დარბოდა იქ და ბედნიერი ვიყავ. ძალიან რაღაც სიზმრებში ძალიან დერსკი ეფექტი. თან რაც მე სიზმრება, ხო? კარგად მომახსოვდება მე. და აქამდე ჩემი სიზმრები კარგად არ მახსოვდა. აი შენ ნახე ცოტა კიდე დრო რო გავა რა. ამას ხო დაგროვებითი ეფექტი აქვს. ანუ გროვდება ახალ ნეირონებს ქმნის თავში, გროვდება და ბევრად უფრო დერსკი ეფექტი აქვს. და ეხლა რაც მინდა კაკრას თქვა რომ შენ გასინჯე ძველი თუ ახალი რაც აქვს გოლდი. გოლდი არა. ესე ჩვეულებრივი რა სტანდარტულები რაცა ესენი. ხო, აქ ამანიტა არ გიდევს? აგე. მესამეა ხო? აგე. შუმათ რო არის იქ შუაში. შუაში ამანიტა კი აი ეგმა ეს არის სტანდარტულები მეგობრებო ვინც არიცით ახლა შემთხვევით რო აგიხსნათ არ გეგონოთ რაღაცა кайფ სოკოებზე ვაფარაკო გადამხსნა და ქსელოციბინები და არა ეს არის უბრალოდ საკვები დანამატი აბსოლუტურად ნატურალური რომელიც მხოლოდ ესე სოკოსგან შედგება არის წვეთების სახით აი აქ რასაც ხედავ წარმოდგენილს არის ფხვნილი არის აბები რომელიც გაგისწორდება თუ ის რა გევასებათ ნუ მე უბრალოდ წვეთები მევასება ეს არის სხვადასხვა ფიზიკური და მენტალური პრობლემების მოსაგვარებლად იდეალური საკვები დანამატი, სუპერფუდი. აი ხა რაზეც ვლაპარაკობდით, ეს არის ამანიტა, რომელსაც მე მაგალითად აი ბევრი მოვსინჯე, მაგრამ ყველაზე ისე რაც გამოხშირა და დავიტოვე, არის დილით ალფა ბლენდი, ანუ აი რო ავდგები ყავასთან ერთად ალფა ან თორქითეილიც ხანდახან, საღამოს ამანიტა. დილით მეხმარება იმაში რომ იყო კონცენტრირებული დღის მანძილზე, ენერგია მქონდეს, საღამოს მეხმარება ნორმალურად დავიძინო, ის 15 წუთი რაც ვძინავს, მეყოს მეტ ნაკლებად, რომ დილით ხო რა 4-ზე რო იძინებ და 9-ზე ბავშვი რო დაგახტება, ხო ხტები, არ გაიქნიო ეს ბავშვი რა, გიყვარდეს. მივხვდი აი ამ ყველაფერში გეხმარება, მაგრამ უამრავი კიდე სხვა რაღაცისთვისაა, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ აღწერაში რა თქმა უნდა ლინკები არის მიწეროთ. პროფესიონალი ადამიანი გაგიხსნის რა გჭირდება მიდგომა აქვს საოცარი იმიტომ რომ ძალიან ბაზარი არა ხო ბოდიში შეგაწყვეტინე რომ დავრეკე რა ანუ თან ისე არ და ჩაოლებრივად დავრეკე და რაღაც ის არ მithქვავს რომ რაღაცა მე ხო ხდები რაღაცა ხო მესმის ბაზარი არა და ფიქტორი ექტორი ეგეთი რაღაცები არ პროსტა დავრეკე და მინდა სოკო რა და ანუ იდეალურად დამაკვალიანეს გამომკითხეს რა გჭირს რისთვის გინდა ეს რჩევები მომცეს ზუსტად ყველაფერი რაც უნდა მექნა კარგად ამიხსნას ერთ კვირაში დამირეკეს კიდე და ეგ უფრო გამისწორდა რომ ვიყიდე და მოხმარება რომ დავიწყე მე კიდე დამირეკეს და კიდე მკითხეს და მეთქი არა ეგეთი მიდგომა გამისწორდა რა ძალიან კარგია ძალიან ასწორებს და ესეთ ფიდბექს ნახავთ აი ხა ჩვენს გარდა იქ არის ადამიანების ფიდბექი ხო სწორი რაღაცას იძახი რა და იქ არის როგორი ადამიანების ფიდბექი იცი რომ აი რაღაცა წამლით რო კვდებოდნენ უკვე და რომ დაეხმარა გადაგდებაში და ისეთი რაღაცეები შეიძლება იქ საიძე მოისმინოთ ეს ყველაფერი ჩაყრილი არის რა თქმა უნდა უფლება აღებული და ისე ჩაყრილი მაგის თქმაც დამავიწყდა წამლით არ კვდებოდი მაგრამ ბევრი მავნე ჩვევა მქონდა ძალიან და ამ სოკოს მიღების პერიოდში არც კი მეფიქრებოდა რომ მე შეიძლებოდა ხოლმე ხარ ეს გამეკეთებინა კიდე და იყო ისეთი პერიოდი რომ 3-4 დღე არ დავლიე რა ხო ხდები რა ახალი დაწყებული როცა მქონდა და ეგრევე ის ნაბოზარი ფიქრები გაჩნდნენ თავში რომ ის ხო არ ქნა და გამანებე თავი და დავლიე დავწყნარდი ისევ და ჯიგარი ხარ გააგრძელე და მოკლედ კარგია რა რეკომენდაციას უწევ რა პირადად მე მინდა დავამატო ის რომ ეხა შემოვიდა ლიმიტირებული ამბავი ლიმიტირებული სულ მე მგონი 200 რაღაცა ბოთლი გაკეთდა და სპეცშეფუთვა აქვს ულამაზესი
Goldie სერია არის რა, აი მაგის ლინკებიც არის აღწერაში და რითი განსხვავდება. სიტყვაზე ახლა ამანიტა რო აიღოთ, იქ არის ორნაირი ამანიტა, კიდე რაღაცა ჟენშენები და რაღაცეები აქვს დამატებული და ეფექტი არის გაძლიერებული რა. ასევე ალფაზეც არის ეგეთი. მე გამომიგზავნეს, სანამ ჯერ ჩაიშვებოდა საჩუქრად გამომიგზავნეს და დავიწყებ ეგრევე ჩავანაცვლე ძველები. ეს ახალი ამანიტა, ეს შენ ხო ახლა ჩვეულებრივზე იძახი და ეს არის ну აი კიდე ვაფშე სხვა ტიპი არის გეუბნები აი სხვანაირად ვიგრძენი ერთ კვირაში ანუ სხვაობა თავიდან მომწერა რომ იგძენიო სხვაობაო და ვთხარი ჯერ აი ცოტა ვიგძენი ამანიტად ხო ალფაზე დიდად ну არახოდიც იყო ისეთია თქმა აი ხა უკვე გასულია სადღაც რაღაცა ალბათ 20 დღე აი გეუბნები სხვანაირი ჯდომა მაქვს კომპიუტერთან მუშაობის სხვანაირი სიწყნარე საღამოს რა ეს 9-ის მერე იმიტომ რომ არ ვიცი რა გააკეთეს ამ დანამატებმა ალბათ დოზირება შეცვლილი არის ნუ გარდა იმისა რომ საოცარი ვიზუალია საკოლექციო უნდა დადო რა ესეთი ვიზუალი აქვს მართლა ძალიან მაგარი სერია ამიტომ ეხა ამ პოდკასტს რო ვდებ შეიძლება აღარც არის იმიტომ რომ წინა პოდკასტშიც დავარეკლამებ თვითონაც გავუშვეს რეკლამა სულ 200 ბოთლუკა იყო შეიძლება აღარ არის მაგრამ ესეთი რაღაცეები რო გაიჩნდება ხოლმე მე ხო ყოველთვის ვამბობ ეცადეთ იმიტომ რომ ლიმიტირებულებს ცოტა განსხვავებული დოზირება განსხვავებული რაღაცეებია ხო თუ არის ჩატეხეთ რა თუ სამია დარჩენილი ტყუილა არის ფიქრობთ იმიტომ რომ მეგობრებო თუ რაღაცა ახალი ჩამოასხეთ თქვენ ხელში არ არის ჩამოასხეთ პატარა ბოთლუკა რაღაცა მოკლედ მე მიხარია რომ მაშინ რომ გამახსენდა მაშინ გამახსენდა რომ ვლაპარაკობდით რა აი რატის ჩაწერაზე და მე რაღაცა გაგიზიარეთ მაქსიმალურად და მიხარია რომ ეგრე გამოგადგათ მართლა ჯამთელები მოყოლეთ მოდი გადავიდეთ დესერტზე დესერტი არის ჩევები არის ფილმები ხოლმე არის ანიმაციები თამაშები წიგნი მუსიკა რაც თქვენ გულს გაეხარდება რადგან სამნი ვართ მოდი დავტოვოთ იყოს სამი შენ სამი მე სახელს ვამბობთ ესე ვაკეთებ აქ აფიშა ნათდება რიგრიგობით რაც გაგისწორდებათ რაზეც ვთვლით რომ ჩვენმა მაყურებელმა დრო რო დახარჯოს მინიმუმი სიამოვნებს ან შეიძლება რაღაცა ცოდნაც მიიღოს მე მაქვს ფილმები სამი ფილმი მაქვს თქვენ რაც გაგეხარდებათ ესე დავიწყოთ საათის მიმართულებით მე დავიწყო დავაი გაგწირე ეგრევე ხო ეს ძალიან საპასუხისმგებლო გინდა სერიალი გინდა თამაში რაც გინდა საპასუხისმგებლო ამბავია ეს დესერტი ხალხი არის რომელიც ამ დესერტის გამო უყურებს მე მგონი ამ პოდკასტს აი ცალკე კამანდა არის ცალკე სექტა კიდევ დესერტს რო ახვალ რა გააკეთონ რას უყურონ რა ითამაშონ რა მუსიკას მოусმინონ რაც გაგისწორდება რა თუ გინდა იფიქრეთ პირველს მე ვიტყვი ხო უნდა ვიფიქრო დავაი მე მაქვს ფილმი მუსიკას ვიტყვი რას მოусმინონ ცოის მოусმინონ ცოი რა კაცოცხლაჩი Цой жив. Цой. Цой ზანდერსკია. იყოს შენი პირველი რჩევა? Цой შემოქმედება, მოდი ესე ვთქვათ რა. კი ბატონო, ვისაც სიტყვაზე გინდათ რომ აღონ ისეთები არ დამეწყო რა რუსია და ის არა ეს მან სხვა ჩისტა ხელოვნება არის რა ჩისტა ხელოვნებაა და უდიდესი მუსიკოსი იყო რომელიც ცოცხალი აღარა დიდი ხანია მითები დადიოდა როცოი ვითომ ცოცხლა კედლებზე წარწერები იყო იმიტომ რომ ძალიან უცნაურად მოკვდა ავარიაში რა და ხალხს ეგონა რომ გაათამაშა სიკვდილი ეს არის 90-იანების ამბავი თუმცა გაირკვა რეალურად უბრალოდ დაიღუპა მაგრამ საოცარი შემოქმედება ჰქონდა ოკეი ცოის შემოქმედება რამე პოსტერს ამოვანათებ კაი მაშინ ეხა ფილმი მე მაიცა ეს მიყრილი პოდკასტები ზედიზედ მენძრევა იმიტომ რომ ეხა მივხვდი რომ გუში ვთქვი ყველაფერი რაღაცა მე ხო დავიხარჯე გაიგე აღარ მოიმზადებ ხვალისთვის ესე იგი მოსამზადებელი მაქვს რაღაცა так ფილმი მქონდა რაღაც რა აი მაგ აი სხვა არ გინახავთ ძველი Pledge მე მგონი ესე ქვია ნიკოლსონია ხო ოღონდ ახალგაზრდა შედარებით მოკლედ ნახეთ ფილმი ეს არის ალბათ 2000-იანების ფილმი მინიმუმ 25 წლის წინანდელი ფილმი არის ქვია The Pledge შეიძლება არასწორად Pledge კარჩი ინგლისურთან მაგაცობთ მოკლედ ფილმი არის პოლიციელზე რომელიც ნამდვილი ამბავია თან ეძებენ სერიულ მკვლელს რომელიც ბავშვებს კლავს მარტო რა პატარა გოგონებს და ეს ტიპი არის პოლიციელი რომელიც ვერ პოულობს ამ მკვლელს ეს ჩარჩება გულში მერე პენსიაზე გადის და ეს იდეა არასვენებს რა იმიტომ რომ ეს მკვლელი კიდე აგრძელებს მკვლელობებს რა თვითონ უკვე ასაკში არის ახლა და ვეღარ კაჩავს მაგრამ მაინც იწყებს გამოძიებას ცალკე რა ეს როგორ ფილმია მაგ ეპოქაში კარგ ფილმებს იღებდნენ რა კარგი არტისტებით კარგი გადაღებული რაღაცნაირი ფინალით ახლა არ მინდა დავასპოილერო კარჩი გაგისწორდებათ ჩემი პირველი იყოს ეს დავაი
მე ვიტყოდი რომ ქართული ფილმები დავაიღოს. სხვათა შორის ბევრი არ უყურებს ქართულ ფილმებს, ანუ ბევრმა არის რაც გაგისწორდა. უფრო ეხა ცოტა 20 წლის ზევით, თუნდაც 18 წლის ზევით ეცოდინება ხალხს, მაგრამ და ნანახიც ექნება, მაგრამ ვისაც არ გაქვთ ნანახიც, ის ფერინთები უშინ დავტოვეთ პოდკასტში. მართლა კენჭომ დატოვა, მაგრამ მოდი ესე გეტყვი, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ქართული ფილმი. ყოველ პოდკასტში რო გაჟღერდეს აი ყოველ პოდკასტში დავატკაცუნებ და ვნახავ, ეს არის სრულიად გენიალური ნამუშევარი, ტიან-შანი, იგივე ცისფერი მთები. იგივე დაუჯერებელი ამბავი. ხო, კი ბატონო, გუში წინა პოდკასტშიც დატოვებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, შემდეგშიც რო დავტოვოთ არ გაგიკვირდეთ, ვისაც გამოგჩათ, არ შეიძლება რომ გადადეთ და დღემდე არ უყურეთ, აღარ გადადოთ. ეს არის ნამდვილი შედევრი, აბსურდის ჟანრის, საოცარი ტრაგიკომედია, მოკლედ, გენიალურია. როდის გაეპარა საბჭოთა ცენზურას და შენ ეხლა რო არ გქონდეს ნანახი გაეპარა ძმა. აბა ძმაო, ეგ არის. მაგიტო უნდა გქონდეს მარტო ნანახი. თელი სისტემა ახსნილია ერთ შენობაში. ასე ვიხდები რანაირად გაეპარა. ერთ შენობაში. არ გაეპარებოდათ, მაგრამ იუმორის ამბავითაა შეფუთული, ყველა დიალოგი ისეთი. შეიძლება იმდენად მოეწონათ, რომ ვითო ვერ მიხვდით და ეს ხო, მაგასაც გასაგებია. ხო, შეიძლება სადღაც იფიქრეს, რომ ეს ფილმი გახდებოდა ისეთი ფილმი, როგორც მაგალითად ჩემთვის არის, შენთვის არის და ბევრისთვის რა. ბევრი, შეიძლება ნამუშევარია დაბლოკილი თაროზე შედებული. კაი, მე ისეთ რაღაცებს არ ურჩევ ხოლმე, რასაც კაი, მოკლედ ტიან-შანი იყოს პირველი წრის ფინალი. რასაც მე არ ვაკეთებ ხოლმე ისეთ რაღაცებს არ ურჩევ და არავის საერთოდ რა. გადავწყვიტე ზეპირად ვისწავლა ის ვეფხისტყაოსანი. და ხო რა, ერთი მამაკაცი ყოფილა საქართველოში, ვინც ზეპირად იცის მამაკაცი. ქალბატონი იყო ადრე, მე ქალბატონებზე ავსაუბრობ, მამაკაცზე ვსაუბრობ. და ცოტა ხანში შესულია და ღმერთმა დიდხანს ასოცხლოს, მაგრამ ვინმე ხონდა ყავდეს. შემსვლელი. ხო რა. უყურე სუპერ იდეაა. ხო და არა, ზეპირად ისწავლეთ მეთქი, ამას კი არ ვეუბნები. ხო არ გაწირო. ხო რა, პროსტა იქ ისეთი რაღაცებია, მარტო ის არ არის პოემა და მარტო ლექსი არ არის, მან არის ერთ-ერთი უდიდესი წიგნია, რა ვიცი, რაც დაწერა კაცობრიობის ისტორიაში 2000 წელი. და დააფასეთ და შეიყვარეთ და იცხოვრეთ შოთა რუსთაველიშვილი, რა ვიცი, წესებით. უნდა ვისწავლო, რა დავამატო, ვეფხისტყაოსანი. ვისაც სასეპიროებია სკოლაში ეზიზღებოდათ, მე ეგ ტიპია, რომელსაც სკოლაში ეზიზღებოდათ და მე ჩაუჯდა და ასე შემდეგ. თუ ეგ პერიოდი გაქვთ, რომ სკოლის ტრამები გახსოვთ, ეგ ტრამები გადადეთ, გადაშალეთ. ეს არის მასწავლებლების ბრძოლა. ხო, კი ბატონო, გეთახმებით. გაყევით, დატკბით. ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ეხა მითხარი რა დრო გჭირდება შენი აზრით, რომ სიტყვაზე დაიზეთ. 1600 სტროფია, ხო სადღაც? ყალსმათ ხო? ბიჭო, 1600 რაღაცა. ზოგიერთ გამოცემაში რაღაც აკლია, ზოგიერთ გამოცემაში რაღაც. რანაირად უნდა დაიმახსოვრო მაგ ხილას. ხო, არ ვიცი, სირთულეა, მაგრამ ამბავი როა უფრო გაგიადვილებს რა, ამბავი როა თვითონ ეს. ბიჭო, ურთულესი ენაა პროსტა. ურთულეს, ცუ 16 მარცვალია, ხო თუ რაღაცას? ორ ტაიპში არ არის მარტო, მგონი, ასე მაგ. და აქამდე მიყვირს რატო არ არის გადაღებული სერიალი? იცი რომ ვიღებდით ჩვენ ფილმს. ის ვიცი რომ რაღაც დაიწყო რეკლამები. დავიწყეთ 2010-ში, ლეღვერამ გააკეთა. არა. 2010 წელს, იცი ვინც ტიფლისი გადაიღო? არა, ეგ არ მაქვს რა. ლელა წურწუმია როა? არა, ეგეთი ასე. სად? რაღაც ვეფხისტყაოსანში. კი. რა ვის კლიპია ალბათ პროსტა. ხო, რაღაც ეგეთი. ეგ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ფილმი გვინდოდა. იმენა ფილმი ძალიან მაგარი. პროსტა ძალიან დიდი ფული ჯდებოდა. ტრეილერი დევს YouTube-ზე სხვათა შორის 2010 წელს ლეღვერამ ოქროკაცმა, ვინც მე რა ტიფლისი გადაიღო და ასე შემდეგ რა სერიალები, ქერჩი და რაღაცები, გადავიღეთ ტრეილერი. ტრეილერი რომ მე ფული გვეშოვნა 8 მილიონი რა თქმა უნდა როგორც ხედავთ ვერ ვიშოვეთ და დარჩა ტრეილერი ტრეილერად, მაგრამ მე ამ ბიჭმა გადაიღო ის რაც გადაიღო, რაც დარჩა და დარჩა ისტორიაში. ეხლა ხდება ხოლმე AI-ის დამუშავებული რა. ვეფხისტყაოსანი? იქ თლიანა? კადრები ცოტა 103 სტროფამდე არის ჯერჯერობით. საინტერესო სანახავი იქნება. სანახავი ის ლამაზი კადრები არის, ეხლა ზუსტად იმას მიყვება ტექსტი ეგეთი არა, მაგრამ ხო, AI-ის გაკეთებული რაღაც პონჩი საინტერესოა. რო გესმის თან ეს და რაღაცას რო უყურებ. ისეთ პონჩი ასწორებს რა, კარგია. მივიღე სალმები. ბაზარი არა. დერსკი რჩევა იყო, მოკლედ ვეფხისტყაოსანი. ეხა ჩემი ჯერია, მაიც. მე ბოდიში ციგნებში. ფილმი.
მოდი იყოს ჩემი აუ ეს ფილმი არის რამაც გამანადგურა Netflix-ზე დაიდო აი ეს შემთხვევით ხო არ გინახავთ ფილმს ქვია The Sand Castle ანუ ციხესიმაგრე ბაჭი ფილმი პირველი 15 წუთი ვაფშე ვერ გავიგე რა ჯანდაბაზე იყო ანუ კუნძული არის პატარა ერავითი 100 მეტრიანი კუნძული არის სადაც ერთი შუქურა დგას ვაფშე არის ოკეანეებში ეგეთ კუნძულები სადაც სამსახური არის ძალიან ძვირს იხდიან მთელი წელი გტოვებენ იქ და უნდა შუქურას მოუვარო რა არის არა კუნძულებიც რაღაც მაღალანძებზე რო ადიან და ნატურას ცვლიან ხო აი ეგეთი ექსტრემალური სამსახურების რიგში არის ეს ხო ხდება ტიპებს უხდიან რაღაც უზარმაზარ ხელფას მარტო ხარ ინტერნეტოთ უშუქო წარმოიდგინე მთელი წელი ული შუქურას ტალღები გადაგივლის გადმოგივლის და ეგეთი ოჯახი არის ანუ იწება ეგრე რომ დედა შვილი ეს ბიჭი გოგო ანუ და დაძმა და მშობლები ცხოვრობენ ამ შუქურაზე და ელოდებიან სმენას რო წაიყვანოს რა ანუ დიდი ხანია იქ არიან და ერთი შვილი დაღუპული ყავთ იქ კარჩი გონია რომ თავიდან დრამას უყურებ მე უცე ფილმი გადადის როგორ საგიჟეჩიც და ბოლოს ეხა არ მინდა დაგასპოილეროთ ფილმი ეძღვნება დაბომბვაში დაღუპულ სირიაში თუ სწორად მახსოვს სირიაში დაბომბვაში დაღუპულ ბავშვებს აი რო ნახავთ ფილმს მიხვდები რატო ეძღვნება რა თითქოს ხო არაფერ შუაში ეხა შუქურა და ის ფილმში ისეთი რაღაცეები ხდება ბოლოს აი გეუნი ესე ვიჭექი ხა მე და ვფიქრობდი რომ თან მიხაროდა რომ ნახე ეს ფილმი მაგრამ თან აი რატო გავიჩალეჭი თქე ხა ეს გამყვება ერთი კვირა ეს ვიზუალები ეს სადარდებელი ანუ ძალიან ძიმე მაგრამ ძალიან უცნაური მხატვრული ფილმი არის ასე რომ ჩემი მეორე იყოს The Sand Castle ესე ქვია დავარ მეორე ვაიმე სათაური რო არ მახსოვს მე ვიპოვე გას შენს ამბავი მითხარი და სხვათა შორის ცოტა ხნის იმ ნახე ეს ფილმი როგორი ფილმი იყო იცი რა შეიძლება ნანახი გქონდეს რაგბისტები მიფრინავდნენ ურუგვაიდან ჩილეში და უიმე რა სიძა რომელი ნახე ახალი ბოლო ვერსია Netflix-ის ეგ ამბავი არის და უიმე ეს ფილმი ეს თან რეალური ამბავია რა თვითნავი რო ალპებში ჩამოვარდა თუ და ეგ მომიყვაკი ნამდვილი ამბავია ეგ რატომ მომეწონა ეგ ფილმი ანუ მომეწონა ხო რა მომეწონა რა ეხლა რაღაცა საერთოდ როგორ რაღაცებზე მეფიქრება ხოლმე იცი ხანდახან ანუ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ხოვრებაში რა სადამდე არის წამსვლელი ადამიანი მაგაში რა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს რა ეს არის უმძიმესი ფილმი და რო იაზრებ რომ ართლა მოხდა ხო რა და თან იქ რაც გამოიარეს როგორც მოხდა რაღაცეები რო ითავა იმტე შენ ხო გაქვს ნახე კი უბრალოდ არის რამდენიმე ვერსია ეხა ბოლო Netflix-ის რაც დაიდო ესპანურია მე მგონი ხალხო ნამდვილი ამბავია 80-იან წლებში რაგბის გუნდი მიფრინავდა სადღაც თამაშზე რა ახალგაზრდა ხო ახალგაზრდა ბიჭები რა ანუ რაღაც 20-25 წლის ბიჭები მაქსიმუმ თვითფრინავი ჩამოვარდა მთის წვერვალთან სადღაც ანუ ახლოს რო არაფერი არ არის საერთოდ რა თოლში ყინვაში მინუს რაღაცაში თან გადატყდა ნახევარი გზაში დაიხოცა ანუ გადმოვარდა იგი გაიჭყლიტა მაგრამ ვინც გადარჩა რა რამდენი ხანი იყვნენ თებში რაღაცა თვეები რა საჭმელი ხო დამთავრდა ის ხო დამთავრდა და ტიპები რებს გადიან რომ გადარჩნენ ბოლოს ახლა Google-ში რო ჩაწეროთ დოკუმენტურ კადრებსაც ნახავთ ყველაფერს ახლა რა როგორ მაგრამ ეს არის ნუ უმძიმესი ფილმი რა მაგრამ საოცარი ეს ფილმი რატო ვთქვი იცი ამ ფილმს რო ვუყურე რა ისეთი გზნობა და მე უფლა რომ მომინდა რომ იმ კომფორტის ზონიდან რა კომფორტის ზონაშიც ვიყავი რომ გავსულიყავი რა მაგრამ ჯვარი გეწეროს ეგეთი არა ეგრე ღმერთმა დაგვიფაროს ანუ აი მაგრამ ხვდები რომ ადამიანის ფსიქიკა თურმე რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში როგორ ამსხრევს ლიმიტებს ანუ რაზეა წამსვლელი ტიპები რებს აკეთებენ გაიხსენ ხა არ მინდა რომ დავასპოილერო რებს აკეთებენ რომ გადარჩნენ და მან და ერთი ორი სცენა ტიპებმა რო იციან რომ მოკვდებიან ისინი რა გადაწყვეტილებებს იღებენ და იმიტომ მომეწონა რომ ანუ რამხელა ვინც არ ნებდებოდა რა მაგ ფილმში რამხელა ფსიქიკა ქონდა და რამდენად ძლიერი ფსიქოლოგია ქონდა რომ იმდენი რაღაცი რომ მოყვენ სპოილერი ხო არ მათ ფინალი გაიხსენე როგორია რა ხო აუ აი მაგ ფინალზე რა მჭირდა იცი რომ მთელი ფილმი ხო მაგარი მაგრამ ფინალი არის უკვე რო ზხედან რა და ერთმანეთს რო უყურებენ და აბა რომელი შეჭამოთ ხო
არა, უკვე გადარჩნე რა. ანუ ეხლა სპოილერი არ გამოგვიყვანა, ნამდვილი ამბავია დაგუგლავ და ნახოთ, ანუ ბოლოს თვეების მერე რამდენიმე ტიპი წავიდა და მიაგნო დასახლებულ პუნქტს და მერე უშველა ვერტალიოტით მივიდა, მაგრამ ყველა რო ჩავიდნენ ეს გამხდარი ხო ხდები და სამოწყობოში უკვე რო დაბანეს და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები რო ჩასვლა და ერთმანეთს რო უყურებენ რა სიხარულიანი თვალებით, მაგრამ ამ თვალებში რამხელად კივილია ისინი ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ნორმალური ადამიანები. ანუ და ერთმანეთში რო ამ ტკივილს რო ხედავენ რა ეგეთი ფინალია, მაგრამ ნუ აუცილებლად სანახავი ფილმია. სახელი არ გვახსოვს, სახელი არ გვახსოვს, მაგრამ ნუ აი ეს არის რა. აი, გავხსნათ ბოლო წრე. დავაი. მიდი რამდენიც გაგიხარდება ჩემი გადაცემა. პირველი ვინ დამიწესებს რამდენიც დათა თუთოშხია. წიგნი თუ ფილმი? ორივე. გავმიქსოთ. მაგის თმას ზოგადად ქართველი კლასიკოსები. ჭაბუ ამირეჯიბი, ხო? თუ სწორად მახსოვს, ჭაბუ დათა ხომ. და მე მქონდა ჯერ ფილმი ვნახე, ან ბავშვობაში რა. და მე წიგნის ამბავი მქონდა და მივხვდი რა მხელა სხვაობა რა. კი ბატონო, იყოს დათა. არა, ორივე ერთმანეთზე მაგარი პონტი არის, ორივე ეგ ის პონტია რო ხო იცი, წიგნი ჯობია კი არ არის, ერთიც მაგარია და მეორეც რა. ხო, მაგარი სახეები არიან, მაგრამ მეღვინე თუ ხუცესის დამსახურება ალბათ იქ 70%. ეგ თავის თავად. ძალიან მაგრად თავის თავად. ცხონებული ვოთარი, აბა, ეხა ლეგენდა და ცოცხალი რავი გაკაცო. ხო, არა, თითქმის ყველა ლეგენდა იქ ვინც არის მსახიობი. არა, ეს გამორჩეული მარგალიტი იყო მანდ რა. დავაი დავტოვოთ, გნებავთ წიგნი, გნებავთ ფილმი, დათა თუთაშხია. მე რა გავიჩარიჩე, რა ვქნა. გათავდა. ის კი არა, რომ უყურეთ და გაგისწორებთ. არა, ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, ხო, ეს არის აბსოლუტური რაღაცა ცხოვრების და კაცობის და ყველაფრის სიკეთის კიდე რაღაცა სახეცვლის სიკეთის და ბოროტების. ეგ მქონდა ფიქრი, რომ უნდა მოусმინო და გაიგო რას ამბობს. მთელი ფილმი არის ისეთი ციტატები, რომელიც აი შეგიძლია ამობეჭდო და ტატუ გაიკეთო. ხელა ჭეშმარიტება არის რა. კაი, მე რა გავიჩა. აი, მაიცა. სადაც ხომ ფონდო. აგე. ქართული მეგობრებო. ქართულს მივაჭიროთ, მაგრამ მე არა ქართული მაქვს ხა. ეს რა თქმა უნდა, გამოვეთიშოთ ის ხარ ვარ. ხო, თავისთავად. ისიც და ის მიქსი, ისიც და ის. არ ჩვენს ვივიწყებთ, არც უცხოს უბრმავებთ თვალებს ეგ პონტი არის. так, მე მინდა ვთქვა, ფილმი არა. ყურე, ამ ფილმზე მინდა გითხრათ, რა უნდა ნახოთ. ეს არის Last for Trier-ის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ რაღაცა უცნაური დიდი და აკრძალული რეჟისორი მსოფლიოში, რომელმაც გადაიღო თავის დროს სრულიად შედევრი დოგვილი ქვია ფილმს. ეს არის უმძიმესი დრამა, მაგრამ ანუ დოგვილი თუ არ გაქვთ ნანახი, ნახეთ. მე გირჩევთ ნახოთ YouTube-ზე დევს დოგვილის making of-ი ჩაწერეთ. ანუ როგორ იღებდა დოგვილს, ანუ როგორ მუშაობდა მსახიობებთან. ხახო რა არ მინახავს ცხოვრებაში მე ესეთი დოკუმენტური ტიპი მსახიობებს ჯერ შედევრი დადეს საბოლოო ჯამში ეს არის შედევრი რა მაგრამ აი მსახიობები რო აი სახეში აფურთხებენ უკვე ამის ქანდაკებას რა ანუ სპეციალურად რიტუალი აქვს ისი ამწარებს და როგორ მსახიობებზე იცი ლაპარაკი აი ჰოლივუდის ზესტარები ყავს ფილმში ისე ექცევა და ისე ხო ისე ექცევა მსახიობს კონკრეტული შედეგი დაადებინოს ნუ რაღაც პონჩი ძალიან არახუმანურია მაგასთან ვინც იმუშავა მე თელ ჭკუაზე ვეღარ იყო და ფილმში აქ მოფიქრებული ამ დოკუმენტურში ჩანს რომ იმის გამო რომ მსახიობები დაიცალონ რაღაცა კურილკასავით არის რა მოწყობილი სადაც ამის პატარა ბიუსტი დგას რა ამ რეჟისორის და იქ შედიან და ამას იმაშვებიან ვაიმე იქ ამბები ხდება როგორ ამწარებდა წარმოიდგინეთ ვერც კი წარმოიდგენ ხალხი ეს არის 40 წუთიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც ეგ იონე ფილმზე არანაკლებია მე გირჩევთ რომ ნახოთ აი ეს დოგვილის making of-ი თუ ხა რაღაცა პოსტერი ვნახე ამოვანათებ თუ არა და ნუ დოგვილს ამოვანათებ და ის თქვენ თვითონ მოძებნეთ დავაი დააგვირგვინე მოვიდნე ჩემი ჯერი ეხლა ვფიქრობ სერიალი ვთქვა ფილმი ვთქვა თუ მუსიკა ვთქვა თუ რა ისე მუსიკა არც ეს არ გითხოვს დავაი მე ცოი ვთქვი შემოქმედება ცოის მაგრამ შენ დააგვირგვინე მე პირველ და ბოლო кайფ იქნება ცოტა ხალასი ალბათ მუსიკის თქმა ისეთი ამბავია ეხლა მუსიკა მუსიკას ვიტყოდი, მოკლედ ვიტყოდი და არ დავკონკრეტდებოდი. ესეთ ამბავს, რომ
გია ყანჩელს მოусმინეთ მეგობრებო და დამშვიდდებით. შენ გენაცვალე. რაღაცნაირად მოეფერება გულს, ყურს. სისხლი აგითამაშდება ძარღვებში. სოკოც კომბოში თუ ხარ მომხმარებელი. აუ რა დავამატოთ ხალხო გია ყანჩელი. აც უკვე ცხონებული გია ყანჩელი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორი, ვისაც ფეხი დაუდგავს ამ რგვალ დედამიწაზე. მისი შემოქმედება ხო მარად იქნება. ჩვენ აღარ ვიქნებით არც ერთი არ ჩვენი შვილთა შვილები, მაგრამ გია ყანჩელი ყოველთვის იქნება, ვისაც შემთხვევით გაგემაზა ცხოვრებაში ყანჩელის შემოქმედების მოსმენა, კეთილი შურით შურს, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ პირველად მოსმენი სიამოვნება. რაც გინდათ, აი ჩაწერეთ ყანჩელი და რასაც ამოაგდებს ნებისმიერ. არა მგონია ისე ქართველი ადამიანი არსებობდეს, ვისაც ფილმიდან მაინც არ კონდეს კინოფილმის რაღაცა ხო თავარი თემა, მაგრამ ქართული ფილმების ალბათ 90% საუნდტრეკად ადევს შედევრი, სრულიად შედევრი. მე გირჩევთ დაიწყოთ ყვითელი ფოთლებით, აი ესე ჩართეთ და მოусმინეთ. ნატო მეტონიძის შესრულებით ფანტასტიკური ვერსიები არის. მოусმინეთ რობერტ სტურუასთან ერთად როგორ აკეთებდა აი მეფელირის მუსიკა როგორია, კავკასიურის მოკლედ ჩაყევით, აი ერთი ღამე პროსტო ჩააბნელეთ ოთახი, ჩაყევით და გელოდებათ კათარზისი, აი სრული ბედნიერება, წოლა და აღმოჩენა რაღაც უდიდესის და დამიჯერეთ მე მადლობას ეთქვით ამ კაცს რა. ჩვენი ერჩევები იყო გია ყანჩელი. ძმებო, უღრმესი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე. მადლობა რომ ფოთიდან ჩამოხვედით მართლა. ბოდიშო გაგიჩალიჩეთ, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ აქ მოსულიყავით. ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე. მთელი გულით მინდა წარმატებები გისურვოთ. რაღაცა უნიკალური ნიშა გიჭირავთ, რაღაცა ავთენტური და საკაიფო, გემრიელი იუმორით, იქ ბუნების სიყვარულის პროპაგანდით და ასე შემდეგ, რაც მაგრათა სწორებს. თან კარგად მიდიხართ, რაც თავარია. აი ისიც დამოგვარდება, კოდით ჩამოგივათ ყველაფერი. მე სადარდებელი არ მოხდეთ. კოდით ჩამოვა, ისიც ჩამოვა, სტრიმებსაც დაალაგებთ. მე გისურვებთ, რომ მთელი აი რა ხოდიც გაქვთ, რა გეგმებიც გაქვთ, აი ეგრე იარეთ, სადაც აი დათქვათ, ბოლო წერტილს სადაც გაიქნევთ, იქამდე იარეთ ეგრე. მთელი გულით. უგრმესი მადლობა. ასევე წარმატებები და მადლობა. ვისიამოვნე ძალიან. ძალიან მიხარია. კიდე გავამეოროთ მე და ის რაც დავთქვით, რაც დავთქვით აპრილის ბოლოს აუცილებლად მაგაზე შეგეხმიანებით. ბიჭების არხი აღწერაში. ეგ არის პრიორიტეტი ჩემთვის, მაგისთვის დრო არ მაქვს და არ მცალია, ესეთ ამბავი მე არ მექნება. სუპერ, მაშინ დავაორგანიზებ მაგას მე მივხედავ. ადგილი ერთად შევაჩიოთ სადარო. მე მაგაში უფრო თქვენ მოგენდობთ. ამბავი ისეთია თუ მოახერხებთ ასე ჯგუფით რომ ჩამოხვიდეთ ჩამოდედასვით რაღაცა აი იცი როგორი ტბა რო იყოს სიტყვაზე ისეთი რომ გვერდზე აი ხეებიც რო იყოს მივხვდი ყველაფერი იქნება თუ თქვენ ჩამოხვალთ ხო რაღაცას მოგვიგზავნე როგორი გინდა მოწავიდეთ იმის მიხედვით არის საშუალება ჯერა რომ დავაგენერდეთ ეს წყალია კაი ეგ კონტენტი გელოდებათ მეგობრებო აპრილის ბოლოს მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ რავი საათნახევარი თუ რამდენიც იყო კიდე ერთი პოდკასტი, შემდეგი პოდკასტი არის შინაურული პოდკასტი, უკვე ალბათ ერთი წელი არ გამიკეთებია, მე და ჩემი ძმა, მე და შოთია ჩავწერთ ერთ პოდკასტს, დიდი ხანია არ ვიპოდკასტია და მე გავაგზელებ სერიალის გადაღებას. კიდე ერთხელ მაპატიეთ რომ დაგვიანდა რაღაცეები, მაგრამ მიზეზი მაქვს, ესე თქვას ხეთქავს, თქვენთვის ვამზადებ საოცრებას, საოცარ სერიალს, რომელიც სექტემბერში მაპატიეთ რომ ცოტა გვიან, მაგრამ სექტემბერში აი რაღაცა რევოლუცია უნდა მოხდეს. ხო, იმენა დრო ჭირდება. კარგად გაკეთებას მართლა დრო ჭირდება, ამიტომ პაცა ნერვები მაცადეთ და ყველაფერი იქნება ხუთიანზე. რავი, შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი, კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია, სულ ყველას გაკოცეთ გისერში. არა, სერიოზული პოდკასტი.